მოგესალმებით ბატონებო, ვიწყებთ ჩვენს ტრადიციულ ბრიფინგს, ჩვენ სხვა გზას ვირჩევთ, კოალიცია ჩვენ სხვა გზას ვირჩევთ, პარტია თეთრები, თავმჯდომარე ბატონი თეიმურაზ შაშიაშვილი, პარტია მამული, თავმჯდომარე ლიდერი ბატონი თემურ ბობოხიძე. დღევანდელი ჩვენი ბრიფინგი მიეძღვნება ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, ხელისუფლებისაგან განსხვავებული პოზიცია, განსხვავებული ხელისუფლებისაგან და განსხვავებული ოპოზიციისაგან ჩვენი ბრიფინგის ანონსში იყო ეს ნათქვამი. ბატონებო, კითხვები მექნება თქვენთან. პირველი კითხვა მექნება ბატონ თეიმურაზ შაშიაშვილთან, რომელმაც 30 ნოემბერს ღამის 4 საათზე გააკეთა განცხადება სოციალურ ქსელებში. განცხადებას უსმინა ძალიან ბევრმა ადამიანმა უყურა და ძალიან განსხვავებული შეხედულებები გამოხატეს. პირველი ესეთი არის ბატონ თეიმურაზ შაშიაშვილის საპრეზიდენტო არჩევნების დროინდელი შტაბის უფროსის ბატონ ზაურ ნაჭყებიას დღეს გაკეთებული განცხადება. ბატონ ზაურს აქვს ტელევიზია ქართულში საავტორო გადაცემა პოლიტიკური თერმომეტრი და დღევანდელ გადაცემაში ის პრაქტიკულად გაემიჯნა ბატონ თეიმურაზ შაშიაშვილს და საკმაოდ მკვეთრი განცხადებები გააკეთა მის მოსაზრებებთან დაკავშირებით. ბატონო თემურ, იმის გამო რომ ძალიან ბევრია ასეთი მკვეთრი მოსაზრება თქვენს პოზიციასთან დაკავშირებით, იქნებ პასუხი გავცეთ ბატონ ზაურისაც და იმათაც, ვინც კომენტარები გაგიკეთეს ძალიან უარყოფითი. აი თქვენი პოზიცია გვაინტერესებს. დიდი მადლობა. მე არ ვაპირებ, რომ ვთქვათ, ვინმეს პასუხი გავცე, უბრალოდ მე მინდა უთხრა ყველას დიდი მადლობა, ვინც თავის მოსაზრება გამოთქვა. აშკარად ვხედავ, რომ ამ პიროვნებებში არის არაერთი და ორი, რომელიც არ მიცნობს, არა აქვს არაფერი მოსმენელი და წაკითხული ჩემი და ამიტომ ვთქვათ, თავის მოსაზრებას აყალიბებს. არის ძალიან ბევრი, რომელიც შემოგზავნილია, არის ძალიან ბევრი, რომელიც ვიღაცას ემსახურება. მე არ ვყოფ ამ იმას რა როგორ და რანაირად, ამიტომ ყველას ღმერთმა ხელი მოუმართოს, ყველას მინდა სიკეთე უსურვო. მე მინდა ვთქვა, რომ ესე იგი დღეს საღამოს 23 საათზე Facebook კონფერენციას პირდაპირ ამას მიუძღვნი და იქ გვარებიც მაქვს მონიშნული და ვინც კი გამომიგზავნა, მე პასუხს გავცე, მაგრამ რაც შეეხება მე მიხარია რომ ბატონმა ზაურმა თავის პოზიცია ასე გამოხატა, თუმცა მან მითხრა რომ არ წაუკითხავს, არ უნახავს, არ მოусმენია. აი ძალიან ბევრია ასეთი, რომ მე Facebook-ი გამეთიშესო და მე მას ვთხოვე, მე აიცოდეთ ყველამ და მაყურებლებმაც რომ დარჩენილიყო ამ ბრიფინგზე და დამდგარიყავით ერთად და გაემეურებინა და გვეგამათა ერთად პირდაპირ ეთერში, აგერ ბატონი თემურ ბობოხიძე ამის მომსწრე რომ შევთავაზე, ბატონი ვახში, თუნდაც იგივე ბატონი გურამ ნიკოლაიშვილი იყვნენ ამისა, მე სულ ზუსტად ამის მომხრე ვარ. ეხლა რაც შეეხება კონკრეტულად ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ ქვეყანა არის უაღრესად საშიშ ზონაში შესული. ქვეყანაში დღეს რეალურად არის გადმოტანილი ის დაპირისპირება, რომელიც არის ზესახელმწიფოებს შორის, ამერიკასა და რუსეთს შორის. ამერიკას გარკვეული ევროპა და ძალიან ბევრი უჭერს მხარს და ბრიქსი კიდე აქეთ ძალიან ბევრია აქეთ. ჩვენი ამოცანა იყო, რომ აქამდე არ მივსულიყავით. მე ვამბობ, რომ ხელისუფლების ამოცანა არის, რომ აქამდე არ მიიყვანოს მდგომარეობა და მეცნიერთა კონგრესს აქვს მოსაზრებები და წინადადებები ქონდა, დღეს ამაზე არ ვსაუბრობ, თქვენ იცით ძალიან კარგად, რომ არაერთი და ორი წინადადება გაუგზავნეთ ჩვენ ხელისუფლებას, 20 წელია არც ერთ წერილზე, არც ერთ ხელისუფლებას, არც ერთი პასუხი არ გაუკეთებია. თანაც ვინ წერს ამას, ცნობილი მეცნიერები გააკეთებენ ანალიზს, უგზავნიან მოსაზრებებს და ასე შემდგომ. ის რაც ახლა რაზეც მე დავებიან და თქვენ კიდე ბევრი გექნებათ ამასთან დაკავშირებით შეკითხვა, არის ესეთი, მე ვთქვი, რომ ასე იგი საკუთარი თვალით ვიხილე, რომ 2000 ესე იგი ეს რაც ხდება დღეს არის ეს იყო საშინელება და შეადარეთ 26 ეს იყო საშინელება და ვთქვი რომ ეს იყო იგივე რაც 2007 წლის 7 ნოემბერს და 2012 წლის 26 მაისს შემიძლია დავამატო რაც იყო 2003 წელშიც დავამატო გამომჩა იქ და 2003 წელშიც ეხლა ყველა ფიქრობს იმას რომ საიდან მე რასაც უყურე საკუთარი თვალით 2011 წლის
26 მაისს. თქვენ დაზარალებულათაც. დიახ, დაზარალებულათაც ხსნეს. მე ვიდექი ბოლო ტრიბუნასთან, არავინ ამას არ ლაპარაკობს დღეს. მე ვკითხულობდი, მე ვთქვი ბოლო სიტყვა და რომ დავინახეს, მოდიოდა ნუ რაღაც წარმოუდგენელია სამხედრო ნაბიჯებით რომ მოდიოდა ეს ხალხი, რომ დავინახე, დავიწყე ლოცვა მიუმართე რომ არ იკადროთ ხალხო, ხელი არ აღმართოთ რაღაცა და ასე შემდგომ, მივიმათ რა თქმა უნდა უკან არ დაიხიეს. აი ეხლა რომ გავედი, მე უნდა გადაცემა უნდა მქონებოდა 2000 ესე იგი აი ეხლა 11 საათზე რომ უნდა ყოფილიყო ჩემი გადაცემა, რომ ჩავედი რუსთაველზე, იმიტომ რომ რა გადაცემა უნდა დამიწყო, დავინახე რომ დარბევა დაიწყო, გავედი. ვნახე ზუსტად ის, რაც ვნახე 2000 ზუსტად ასე არაფერი არ შეცვლილა, მოდიოდნენ ასე რაღაც აწყობილი ჯარით, ეხლა უფრო დიდი ტექნიკა აქვთ, მაშინ არ ქონდათ ასეთი ტექნიკა, ეხლა ეს რაღაც საოცარი ტექნიკით, ასე იგი თანაც წყალში შერეულია ბევრი სხვა რამ, რაღაცა და ასე შემდგომ, მაშინ ესეთი რამეები არ ქონდათ. ეხლა ვინმე ფიქრობს რომ რატო შევადარე, თურმე მაშინ ყოფილა სისუფთავე და ეხლა არის ამის ისა, ნუ გამიაყენებთ შეურაცხყოფას ნურავინ. მე გეუბნებით რომ 2023 წელს ვთქვი, როდესაც იყო რას მოიტანს ეს არჩევნები, როდესაც მკითხა ჟურნალისტმა, მე მგონი ეს იყო მაშინ რუსთავი 2 ჟურნალისტი, მე მას უპასუხე, ნანა თვალაბეიშვილს უპასუხე რომ უბედურებას. ანუ ვილაპარაკე 2023 წლის 2 ოქტომბერს იყო მე მგონი არჩევნები, ხო? აი მეთქვი რომ უბედურებას. მე ეს გავაკეთე არა იმიტომ რომ რაღაცა წინათ გზნობა და ეს ქონდა, ანალიზს ვაკეთებდი და ხედავდი ვინ იყო ჩართული ამ იმაში. თუ სადმე ქურდი და ნარკომანი იყო, ყველა ჩართული იყო. ყველა ჩამოვიდა, მიტყვიდნენ 1000 რამეებს იმას. რაც იყო, მაშინ იგივეა წელსაც, ეხლა რაღაც ღაპრებს ნუყვებიან ბატონებო და ეხლა იმის ხელისუფლების მომხრეებს უნდა თქვან რომ აი ეს ხელისუფლება ეხლა იქცევა კარგად და მაშინ იქცეოდნენ ცუდად, ერთნაირად იქცევიან ხელისუფლებები და ეს არის უბედურება. ნაცები იყო საქართველოს კატასტროფა და შევარდნაძემ და ამერიკელებმა მოიყვანეს ისინი და დაანგრიეს ქვეყანა. შემდგომში 2007 წელში რუსეთის გარკვეული ხელი ერია ყველაფერში 7 ნოემბერს, 2008 წელი თავისთავად რუსეთს იყო, 2011 წლის 26 მაისში ერია რუსების ხელი, ეს უნდა გავშიფრო და სერიოზულად, რომელსაც ეხლა არ აღიარებენ, უარესი ხდებოდა ბატონებო, უარესი ხდებოდა. დღეს ურევია ორივეს ხელი. ერთ მხარეს ერთია, მეორე მხარეს მეორეა. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ძალიან დაკავებულია რამდენიმე პიროვნება, ამ დაკავებულებს შორის ვინც ისვრის ამას ყველაფერს არიან უკრაინიდან ჩამოსულები. რა თქვენ ამას არაერთხელ მithქვამს, თქვენ ამის მომსწრე ხართ, მე ვამბობ რომ უკრაინაში მე შემომთავაზა ბევრმა ვინმე მოღონ, თქვენ გამოვაცხადეთ, ჩაუდეგით, ეს არის აბსურდი. მე მინდა ყველას უთხრა რომ ქვეყანა მიდის კატასტროფისკენ და ხელისუფლებას ვეუბნები რომ მოძებნეთ გზა, მოძებნეთ საშუალება, რომ არაღიარების პროცესი დასრულდეს, ევროპამ და ამერიკამ თუ არ აღვიარა, მიტინგიც არ დაჭირდება ამას, არაფერს ისე მოხდება ყველაფერს. აი ხედავთ რა მდგომარეობაა დღეს ლართან დაკავშირებით, აგერ ლამის 3 ლარი გახდა $1 და ნახეთ რა მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ უდიდეს ფულს ხარჯავს, ჩვენი ანალიზია რომ ეს რო გაკეთდეს, გავკოტრდებით, კატასტროფა იქნება, უკვე რეალურად სხვა სიტუაცია. მე ვხედავ ადამიანებს, რომლებიც ესე იგი არიან ბიძინავანიშვილის მომხრეები და კატასტროფულად იცავენ ბიძინავანიშვილს და მლანძღავენ, მე ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. არიან ადამიანები, რომლებიც არ ნახულად არიან სააკაშვილის მომხრე და ესე იგი მლანძღავენ, მე ამ ორმა კაცმა და ამ ორი კაცის დამოკიდებულებამ შეიწირა საქართველო. ეს არის უბედურება. ბიძინა ივანიშვილი იყო, ვინც 2003 წელს მიეხმარა რევოლუციაში. ბიძინა ივანიშვილი იყო, რომელმაც აფინანსა და შეუზღიდეს მოსასმენი აპარატები. ბიძინა ივანიშვილმა შეუზღიდეს ესენი ხელფასები აძლია, ყველაფერი საშინელება მოხდა. დღეს ბიძინა ივანიშვილი ებრძვის, იმიტომ რომ ვერ მოძოვეს ერთად და ბიძინა ივანიშვილმა ნახა რომ ვინ იყო სააკაშვილი და იფიქრა თუ ეს შეიძლება იყოს პრეზიდენტი, მე რატო არ უნდა შეიძლება ვიყო პირველი პერიოდი. დაიწყო უბედურება. აი როცა ქვეყანაში ყველაფერი გაუბრალოვდა, ყველაფერი დაჩაჩანაგდა და ყველას შეუძლია რომ პრეზიდენტი გახდეს, ეხლა კანდიდატურა, ესე იგი მე არ მესმის აი ხელისუფლების მომხრეების. აი ვითომ მე ვეხმარებოდი სააკაშვილს, ვითომ მე მოვიყვანე სააკაშვილი, ვითომ მე ვთქვი რომ კოჰაბიტაცია უნდა იყოს, ვითომ მე ვთქვი რომ ესე იგი ის უნდა იყოს, რა ქვია, შვა გაიკრიფოს, ვითომ მე მოვიყვანე მარგველაშვილი, ვითომ მე მოვიყვანე, ესე იგი დღევანდელი
პირველი პრეზიდენტი ბიჭო ვითომ მე მოგიყვანეთ ეს ხალხი გახარია მე მოგიყვანეთ ბიჭო თქვენ დღეს ბუდიში ხო უნდა მოიხადოთ თუნდაც იმის გამო რომ ეს ხალხი მოიყვანეთ რომლებიც კატასტროფა ხდება ამ ქვეყანაში ხო მე ვამბობ რომ არასდროს რაც მოხდა რა იყო იმის გამსახურდიას დროს გაყვეს გამსახურდიას გუნდი ერთი ნაწილი შეუერთა შევარდნაძეს ამაში ამერიკის და რუსეთის ხელი ერია მეორე ნაწილი მე დაჯდნენ ისინი შევარდნაძესთან ვინც გამდიდრდა სააკაშვილის დროს იმის დროს ჯერ კიდევ კომუნისტურ ეპოქაში და გადადარჩნენ გამსახურდიასთან მე გამსახურდიას იგივე ხალხმა ვინც პარტბილეთები გადაყარა გაყიდეს და საშინელებები გააკეთეს მე იგივე ხალხმა ესე იგი საშინელებები აკეთეს ერთი და იგივე კატეგორია ჩვენ ვებძვით ქუჩას და ვამბობთ რომ ქუჩის პოლიტიკოსები ქვეყანაში არიან 91 წლიდან მოსული უკვე ქუჩის პოლიტიკოსები უნდა დასრულდეს ჩვენ ვამბობთ ქვეყნის უბედურება ქვეყნის გარედან მართული ხელისუფლება ჩვენ ვამბობთ რომ ქვეყნის უბედურება არის ხელისუფლება რომელიც ქვეყნის შიგნით არის ესე იგი შურისძიებით და ქვეყნის გარეთ არის ვალდებულებით მითხარით ახლა ოცნება არ არის შურისძიებით ამბობს უნდა გავასამართლო ნაციონალური მოძრაობა აღარ უყების სხვა რამეს არ არის ნაციონალური მოძრაობა და მისი გუნდი შურისძიებით ამბობენ რომ ჩვენ კუთხეში უნდა დავაყენოთ ბიძინავანიშვილი ლამეს უნდა ჩამოვახრჩოთ ჩვენ ვამბობთ ხალხო თქვენ ღუპავთ ერთიც და მეორეც არ შეიძლება ჩვენი პრინციპი არის რომ ქვეყანაში უნდა იყოს ხელისუფლება რომელიც არ იქნება ქვეყნის შიგნით შურისძიებით და არ იქნება ქვეყნის გარეთ დამოკიდებული ეხლა დღეს ჩვენ პოზიციას რას ვამბობთ ამ კრიზისში არის ორი გზა ან დავინგრევით ან შეიძლება გავაკეთოთ ვთქვათ რაღაც შესაძლებლობად ვაქციოთ და გავაკეთოთ დიდი ნახტომი მეცნიერები გთავაზობთ ნუ მიდიხართ ქალბატონო პრეზიდენტო ნუ მიდიხართ აქ ორ ხელისუფლებიანებას თავაზობთ ჩვენი თქვენს მიმართ შემოკლული ჯგუფით ეს არის კატასტროფა ვეუბნებით ბიძინა ივანიშვილს დღეს შანსი გაქვს არავითარი პრობლემა არ არის რაღაც გაქვს სათქმელი მოერიე საკუთარ თავს და გამოდი ხალხი ტაჟ დაგიკრავს დამიჯერეთ ჩვენ ამას გთავაზობთ არა თქვენ გიჭერს ვიღაცები მხარს დღეს ხმამაღლა ვამბობ კატასტროფაა ქვეყნისთვის ვინც ბიძინა ივანიშვილის თავ გადაკრული მხარდამჭერია ამ სიტუაციაში და ვერ ხედავს მასში ძალიან სერიოზულ პრობლემებს და ვერ ხედავს იმას რომ ეშმაკი ჩასახლდა როგორც ოპოზიციაში ასევე ხელისუფლებაში და ეშმაკი ათამაშებს ერთსაც და მეორესაც დღეს კატასტროფაა ვინც უჭერს ხარს ნაციონალურ მოძრაობას და ასე შემდგომ და ხალხს ნაშინებს ოცნება რომ მოდიან ნაციონალები ვერ მოვლენ ნაციონალები გამორიცხული ეს რაც გუშინ გააკეთა კაკაბაძემ ეს ხო გმირობის ტოლფასია რა პირდაპირ უთხრა თქვენ ეს გაძლიერდება მე ჩავდივარ იმ ხალხთან ქვემოთ და ველაპარაკები მე მიტინგთან არაფერი საქმე არ მაქვს ჩავდივარ ველაპარაკები 80% არის ძალიან საინტერესო და კარგი ადამიანი გულწრფელი რა თქმა უნდა 20% რა ჩვენ დროს არ იყო 20% 26 მაისს ახლა ზღაპრებს ნუყვებით ხალხო რა უფრო მეც გეუბნებით ჩვენს დროს ხმამაღლა ვამბობ აგერ ოქროაშვილი რუსეთმა შემოიყვანა პარიზიდან ყოველგვარი სასაზღვრო იმის წესების დაცვის გარეშე ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნეს შტაბი და ამას ვლაპარაკობ 2 წელია ვეუბნებით ყველას რომ ხალხო ადამიანებო ესე იგი ამზადებდნენ 2000 ქართველს 26 მაისს უნდა შემოსულიყვნენ მე მაშინ არ ვიცოდი ეს მე უკვე შევხვდი ადამიანებს რომლებსაც ამზადებდნენ ჩრდილოეთ კავკასიაში რომ 26 მაისს ოღონდ ამ შემთხვევაში ძალიან იმარჯვა ქალბატონმა ნონა გაფრინდაშვილმა იმიტომ რომ ოქროაშვილმა დააყენა საკითხი იმის თაობაზე რომავლაბრის მეტროსთან უნდა შედგეს ისა რა ქვია მიტინგიო ჩვენ ვამბობდით რაშვაშიაავლაბრის მეტრო ჩვენ ვთქვით რომ საშინელება იქნებოდა ეს ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი წავიდა წინააღმდეგი ქალბატონი ნონაც და ყველანი იძულებული გავხდით რომ დავთანხმებოდით ამას თორე იქ რო შემდგარიყო ის 2000 კაცი შემოვიდოდა საშინელება იქნებოდა და ყველაფერი იმართებოდა გარედან აი ის 26 მაისი რომელსაც აქებთ თქვენ ეხლა მეუბნებით რა 26 მაისს ჯოხები ვინ დაარიგა რაში გვჭირდებოდა ჩვენ კეტები 26 მაისს რომ ჩავედი დუმბაძეს მინდა მიმართო
თქვენ რომ იმართებოდით თბილისიდან და მეც კი არ მითხარით ბათუმში რომ ვიყავი ჩამოსული რატო შევარდით ტელევიზიაში რა შეათანხმეთ ჩვენთან რატო ესროლეთ თქვენი ტელევიზიას რატომ გააკეთეთ ეს დაამსხვრიეთ ყველაფერი რატომ შევარდნენ ჩვენები ტელევიზიაში ვის სჭირდებოდა ეს რატომ მოხდა ეს ყველაფერი რა არაფერი არ იცვლება არ გინდათ თქვენ ყველას გონია რომ 26 მე ვარ მონაწილე მე ვიყავი მსხვერპლი მე ვიყავი საბჭოს წევრი მე ვიყავი იქ ერთ-ერთი და მიმაჩნდა რომ გულწრფელად ვიდექით მაგრამ როგორც გაირკვა და მე ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს და ამ გონს ყოველთვის ვეუბნები რომ ერთხელ დავჯდეთ ჩვენ ყველანი და გულახდილად დავილაპარაკოთ რა ტელევიზიით რა მოხდა მაშინ იმიტომ რომ მე მაქვს ძალიან ბევრი რამ სათქმელი არც კეტები არ უნდა დარიგებულიყო ჩემ პოზიცია რა იყო შევიკრათ ხელები და დავჯდეთ რომ არავინ არ თქვას და გამოჩნდება ვინ არის იგივეს ვეუბნები ამ ხალხს დღესაც შეიკარით ხელები ნუ ისვრით არ შეიძლება ფიტულის დაწვა შეიძლება და ქუთაისში რო დაწვეს ამისიცა მე ვეუბნები ქუთაისელებს ვინ მოგწონს ვინ არ შეიძლება ამის გაკეთება მე უბრალოდ ხედავ ძალიან დიდ საშიშროებას და ყველაზე დიდი საშიშროება თქვენ გახდით ის ხალხი რომლებიც ან ბიძინავანიშვილს უჭერს თავგადმოკლული თავს ან კიდე მიხეილ სააკაშვილს უჭერთ ხარს არც ბიძინავანიშვილის მხარდამჭერები და მოწინააღმდეგები არ დგანან იქ არც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არ დგანან იქ ძალიან ბევრი რაც შეეხება რასაც აკეთებს ცუც ეს არის პრეზიდენტი თავისთავად ხელისუფლება უშვებს დიდ შეცდომებს ეს გექნება თქვენ შეკითხვები თუ არ გექნებათ მე ამ ბოლო პერიოდის შეკითხვებზე უშვებს უამრავ შეცდომას და შეცდომას უშვებს წარმოუდგენელს ის ოპოზიცია რომელიც არის მე ამ ხალხს ყველას გეუბნებით კი მაგრამ იმას რო დაეტაკეთ მე გეუბნებით თქვენ 2003 წელი ხო ვახსენე აქ 2003 წელში მე გამოვედი და დავით აღმაშენებლის ძეგლი ესე იგი შეურაცხყვეს ქალაქის ცენტრში ქუთაისში რაც იქ გააკეთეს იმ მოედანზე რასაც აკეთებდნენ სესტაფონში რომ შემომივარდნენ მე 2003 წლის 2003 წელში და რომ გამოვედი და დავხვდი ერთი კაცი რომ დავხვდი მიხეილ სააკაშვილს ესენი რომ შემოვარდნენ მაგიდებზე რომ შედგნენ და რაღაც საშინელებას აკეთებდნენ არაფერი არ შეცვლილა ამას აკეთებს ზოგჯერ ვიღაცის დაქირავებული ეჭვი არ მეპარება იმაში რომ ამ ძალებში ოპოზიციაში დაქირავებული ყავს რუსეთსაც გარკვეული ძალები დაქირავებული ყავს სხვა ქვეყნებსაც ისინი მოქმედებენ თქვენ თუ გინდათ გადავრჩეთ ხელები შეიკარეთ ბატონებო და დაჯექით ისე მოედანზე რომ ვერავინ ვერ თქვას რომ რაღაცა გვესროლეს ყველა ნასროლი არის სახალხო მოძრაობის წინააღმდეგ ქვეყნის წინააღმდეგ არა პოლიციელებს ებრძვით თქვენ რასაც პოლიციელები აკეთებენ ესეც არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ ბევრი რამე რაც მე ვნახე და რასაც უყურე ჩვენ 500 კაცი დაგვყარეს მაშინ კინოთეატრ საქართველოში და ფეხებს ბადგამდნენ ფეხებს ისე დადიოდნენ ლუკა კურტანიძე მინდა ერთი შევეხმიანო ამის და იყოს რომ ვაშკაცი კაცია და დაუდგა იქ ხელით ებძოდა რა ხელები შეგვიკრეს ყველას და დაგვყარეს მიწაზე საშინელებები გააკეთეს მაშინ რაც ხდებოდა 26 მაისს ეხლა რომ მეუბნებიან რომ მაშინ ხო არაფერი კოქტეილის ისინი ყოველთვის იყო ნები ჩვენთანაც იყვნენ 26 მაისზე რომ მზადდებოდა ადამიანები რომლებიც ამბობდნენ თუ დიდი მასა შეიკრიბა მაშინ გამოვიყენოთ ყველაფერი და ზოგი კოქტეილს ამბობდა ზოგი რა არაფერი არ შეცვლა ქუჩა უნდა დავამთავროთ ქვეყანაში თუ გინდათ ქვეყნის მომავალი ქუჩას ამთავროს მეცნიერთა კონგრესი მეცნიერთა კონგრესის რა არის პოზიცია ზოგიერთი კითხვაც გექნება თქვენ აქ თუ არა და ხვალ გამოვიტან ჩვენ ამას და ვარ ბედნიერი რომ ჩვენ რა ყველაფერს თავი დავანებოთ ვინც აქებთ ამ ხელისუფლებას ჩვენ 18 პარტია შევიკრიბეთ თავიდან ნელ-ნელა მოგვაცილეს ბოლოში 2 დავრჩით და ეს 2 იმდენად შეშინდნენ აი ამ დღეებში დაიწყება გამოსვლები და დასახელდება ყველა დაასახელებს ვის გარეშე ვერ წარმოგვიდგენია 2000 და 3000 კაცმა უკვე თავის მოსაზრებები გამოგზავნა სასწაულად კარგი გუნდი ჩამოაყალიბა არავის არ ულაპარაკნია იმაზე ვინც იქ პარლამენტში არიან დღეს არავის არ დაუსახელებია სრულიად სხვა ხალხი ანუ აშკარად ხალხის განწყობა და პარტიების განწყობა არის სხვადასხვა დღეს არ არის პარტიების დრო დღეს არ არის პოლიტიკოსების დრო დღეს არის მეცნიერთა კონგრესის კონცეფციის ეროვნული თანხმობის პარლამენტი და ხალხის მიერ დასახელებული კანდიდატურები ოღონდ ეროვნული ესე იგი მეცნიერთა კონგრესის კრიტერიუმებით აი რომელსაც ხვალ პირდაპირ ეთერში დაიწყებთ უკვე მოსმენას ყოველდღიურად სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს 4-4 კაცი გამოვა და წაიკითხავს და აი დამთავრდება დღევანდელი ჩვენი შეხვედრა სწორედ იმით რომ კიდე ერთხელ გამეორდება რას ნიშნავს ის მიმართვა რომელიც მეცნიერთა კონგრესმა გააკეთა
თქვენ არ უჭერთ მხარს პროგრესულს და უჭერთ მხარს ბიძინა ივანიშვილს და ღუპავთ მასაც და ღუპავთ საქართველოსაც თქვენ არ უჭერთ მხარს პროგრესულს უჭერთ მხარს პრეზიდენტს სააკაშვილის ყოფილ პრეზიდენტს დღევანდელ პრეზიდენტს და იმ ოპოზიციას ღუპავთ ქვეყანასაც ჩვენ ვამბობთ ვისაც ჭკუა აქვს ვისაც გონება აქვს ვისაც თავისი წარსულის სადმი პატივისცემა აქვს ვინც შვილების მომავალზე ფიქრობს უსმენს მეცნიერებს ვინც ქვეყანას ღუპავს და ვინც კუჭზე ფიქრობს ის დაძდევს უკან პოლიტიკოსებს დაანებეთ თავი პოლიტიკოსების უკან სდევნას და მივხედოთ ჩვენ იმ პროგრამებს რომელიც მეცნიერება შემოგთავაზეს ჩვენ ამ გზით ვივლით კუჩა არის კატასტროფა კუჩის პოლიტიკოსები არის კატასტროფა საქართველოში 91-12 წლიდან მოყოლებული იმ გადატრიალების შემდგომ ქვეყანას მართავენ კუჩის პოლიტიკოსები დღესაც უნდა ძალიან ბევრს ამიტომ აქ არაფერი ის არ არის მეჯღანიაშვილებითაა სავსე ჩვენი ეკონომიკა და ყველა აფინანსებს ვიღაცას რომ ხელისუფლებამ ვერ მიიცალოს წესრიგისთვის და რომ ხელისუფლებას ჭირდებოდეს ბაზრის დირექტორები რომელსაც დიდი ფული აქვს ჭირდებოდეთ ეს ფულიანები და ქურდები ჯიბგირები ყველანი არ ნახულად არიან ჩართული ამ საქმეში ვიცი ყველაფერი გამოფხიზდი ბატონო ბიძინა განდევნე საკუთარი თავიდან ეშმაკი ქვეყანა სჭირდება ქართული სიტყვის თქმა თქვი ეს სიტყვა დადგება ყველაფერი გვერდზე და თქვენ დაგიდგებათ გვერდით ინტელიგენცია თუ არა და ქვეყანა არის გრევის და რღვევის პროცესში მადლობთ ბატონო თემურ თქვენი პოზიცია გვაინტერესებს დღევანდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით მოგესალმებით მე გავაგრძელებ ბატონ თემურის გამოსვლას და დავამატებ ერთი-ორი სიტყვით ესე იგი რა ხდება როცა ბატონ თემურის პირდაპირ ჩართვა ქონდა და გამოსვლა ეთყობა ხალხმა არც მოსმენა ეციან და მოსმენის კულტურა არ აქვთ და არც წერა-კითხვა არ ეციან იმიტომ იქ იყო ძალიან ისეთი რაღაც კომენტარები რომელიც არ შეესაბამებოდა მით უმეტეს ბატონ თემურის გამოსვლას და მის ესეთ რეპლიკებით სიტყვების თქმას მე მინდა ვთქვა ახლა წეგანა ახსენა ზაურ ნაჭყეპია რომელიც პოლიტიკურ თერმომეტრის გადის ქართულ ტივში და მე მინდა მას უთხრა როცა კოალიცია ჩვენ სხვა გზას ვირჩევთ როცა არჩევნებიდან მოხსნეს და 4 სასამართლო პროცესი გაიარა რატომ არ თქვა მან და რატომ არ მიიწვია ბატონ თემური ან მე ვიყავი შტაბის ხელმძღვანელი მე რატომ არ მიმიწვია ბატონ თემური როგორც პარტიის თავმჯდომარე რატომ არ მიიწვია თავის გადაცემაში და რატომ არ დაისვა ეს კითხვა რატომ მოხსნეს არჩევნებიდან რა იყო ამის მიზეზი როცა მით უმეტეს თითქმის ერთ შენობაში ვართ და ძალიან ახლოს არის მისი გადაცემა და ჩვენც ფაქტიურად გვერდზე ოთახი გვაქვს სადაც ჩვენი შტაბი იყო და ფუნქციონირებს ეს არის დიდი შეცდომა როცა ეს პიროვნება ლაპარაკობს კონკრეტულად და ეს მიკერძოებულად ლაპარაკობს მიკერძოებული ლაპარაკი ყოველთვის არასდროს არ ვარგა რაც შეეხება იმ პროცესს ჩვენ სანამ დაარბევდნენ მე და ბატონ თემურის ტელეგრამის განმავლობაში თითქმის ქონდა კონტაქტი და ქონდა საუბარი როგორ გვემოქმედა რა ნაბიჯები გადაგვედგა და რა იყო შესაძლებელი გამოსულიყო კრიზისიდან მდგომარეობა დიალოგის მეც არაფერს არ აღდგეს აუცილებელი დიალოგი მოხდეს როგორც ხელისუფლებას პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის ეს არის გარდაუვალი არ შეიძლება დღეს ჩვენ რაც არ უნდა ვთქვათ ხა პრეზიდენტს გაზდის ვა და კი ბატონო გაზდის მაგრამ ფაქტიურად ერთი თვე კიდე აქვს მას თვის ბოლომდე აქვს პრეზიდენტი იარსებებს და თვის ბოლომდე ის ცდილობს რომ შექმნას რაღაც ორ ხელისუფლებიანობა ამბობს მე არ გამოვალ საპრეზიდენტო რეზიდენციიდან და ნუ რაღაც გავაგრძელებ მოქმედებას რაღაც სისულელეს ლაპარაკობს ჩემი აზრით ეს არის ძალიან დიდი სისულელე ორ ხელისუფლებიანობა ეს არის დამღუპელი და ეს პარტიები კიდე რომ გამოდიან და ლაპარაკობენ სწორედ ბოდიში აქვს მოსახდელი არა ოსებთან და აფხაზებთან საქართველოს ხელისუფლებას ან ივანიშვილს ბოდიში პირველ რიგში უნდა მოუხადონ ქართულ ხალხს რომ პირველი პრეზიდენტი მარგველაშვილი რომ ამბობენ რომ ცუდი პრეზიდენტი იყო და არ ვარგოდო და პლასტანინი იყო რომელიც შემდგომ მიხვდა მე-5 წელს ეს თურმე პრეზიდენტია და სალომე ზურაბიშვილი მოღალატედ გამოაცხადეს თავის არჩეული პრეზიდენტი პირველ რიგში ქართულ ხალხს უნდა მოუხადონ ბოდიში ამორი პიროვნების გულისთვის და მესამე გახარიას გულისთვის უნდა მოუხადონ ბოდიში რომელიც იყო თვალთათხარია და იყო პრემიერ-მინისტრი მერე ნუ ასე იგი სამი ადამიანი ყავდა ხელისუფლებაში ისეთი რომელიც დღესაც არის ერთ-ერთი რომელიც
ფაქტიურად საქართველოს მიიყვანა ძალიან დიდ კრიზისამდე და დღეს რომელიც ის ემუქრება კიდე ორ ხელისუფლებიანობით და ხალხის დაყოფით. დღეს არის სამ ნაწილად გაყოფილი ხალხი. არის ხელისუფლება, არის ოპოზიცია და არის ხალხი. ხალხი რომელიც არც ერთს არ უჭერს ხარს, არც ხელისუფლებას, არც ოპოზიციას და არის ის ხალხი, რომ რა გავაკეთოთ, ვის მივცეთ ხმა და სწორედ კოალიცია იყო ის ერთ-ერთი მხსნელი, რომელიც იღებდა მონაწილეობას, რომელიც ყველანაირად ეცადა რომ მოხსნილიყო. იმიტომ რომ კოალიციამ წარადგინა ესეთი პროგრამა და ესეთი მიზნები და ამოცანები, რაც სწორედ მეცნიერთა კონგრესს ჰქონდა შემუშავებული პრიორიტეტები, რაზეც იყო აგებული, თქვათ, ის რაც მოსახლეობისთვის უნდა შეგვეთავაზებინა. სწორედ მათ ფიქრეს, ეს არის დამღუპელი სწორედ იმ ხელისუფლებისთვის და იმ ოპოზიციისთვის, რაც მეცნიერთა კონგრესს ჰქონდა პროგრამა. აი ეს არის ყველაფერი, რაზეც მინდა ვთქვა. მოლაპარაკება, მხოლოდ ერთად დაждდომა და ამ საკითხის მოლაპარაკებით გადაწყვეტა. სხვა მეტი გამოსავალი არ არსებობს. ბატონებო, სანამ კითხვებზე გადავიდოდე, მოდი სიტუაციის მოკლე რაღაც ანალიზივით გავაკეთოთ, ახლა რა ხდება. ხელისუფლება არჩევნები ჩატარდა, ნაწილი პოლიტიკური პარტიების არ აღიარებენ, ჯერჯერობით არ ყოფილა აღიარება დასავლეთის ქვეყნებიდან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის. და გამოდის პრემიერ-მინისტრი და აცხადებს, რომ ის წყვეტს მოლაპარაკებას ევროკავშირთან და მოლაპარაკება განახლდება მხოლოდ 2028 წელს. დღეს ბატონმა პრემიერად, ყოველ შემთხვევაში დასახელებულმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირი გადახედავს თავის ურთიერთობას ქართული ოცნების და არჩეული პარლამენტისადმი, შესაძლოა ეს მოლაპარაკებების პროცესი კიდეც განახდეს. ხომ არ ხედავთ თქვენ პირველი რაღაც შანტაჟის ნიშნებს, რომ გვაღიარეთ და ჩვენ არ შევწყვეტთ ურთიერთობას? პირველი, ხომ არ ხედავთ, რომ ხდება საქართველოს კურსის ცვლილება, თქვენ ისაუბრეთ, რომ ასეთი ტონით საქართველოს ხელისუფლება საუბრობს, იმიტომ რომ მათ აქვთ სხვა ქვეყნის და აქ საუბარია ჩინეთზე, ჩინეთის იმედი და ჯერ გაფორმდა ხელშეკრულება ჩინეთთან, თქვენ მას კაბალური უწოდეთ. და ამის შემდეგ ხდება მესამე ფაქტორი, რომ ამერიკა წყვეტს ჩვენთან აჩერებს ჩვენთან სტრატეგიულ პარტნიორობას. 30 წელია თითქმის ჩვენ ვართ ამერიკის სტრატეგიული პარტნიორები. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ გამოსვლების და ასეთი მასშტაბის მიზეზი არის არა პოლიტიკური პარტიებისადმი მხარდაჭერა, იმიტომ რომ გამოსვლები მინავლებული იყო აღიარება არ აღიარების და ეს გამოსვლები გააფართოვა და გაამრავალფეროვნა სწორედ ბატონი კობახიძის განცხადებამ, რომ ის წყვეტს ევროპასთან ურთიერთობას. ამის შემდეგ გახდა ეს ესეთი მრავალფეროვანი და ხომ არ ფიქრობთ, რომ არის საფრთხე და ხალხი ამას ხედავს, რომ არის საფრთხე, რომ საქართველოს კურსს შეიცვლის. ამას მოყვება ის, რომ პირადად პუტინმა მოუწონა საქართველოს ხელისუფლებას გადაწყვეტილება. ქართველი ხალხი ხედავს საშიშროებას, რომ მივდივართ არასწორი მიმართულებით, რაც ჩვენი მეგობრები ხდებიან ჩინელები, ირანელები და რუსეთი. აი ამან გამოიწვია თქვენ განსაკუთრებით ბატონო თემურ, როგორც საქართველოს ნატოს ორგანიზაციის თავმჯდომარეს ეს კითხვა გეხებათ, ჩვენ ხალხი ვხედავთ ამაში საფრთხეს. ამიტომ არის გამოსვლები ასე მრავალფეროვანი და ასეთი მასშტაბური. თქვენი პოზიცია გვაინტერესებთ. საფრთხეს თუ ხედავთ თქვენ? ახლა პირველი გადაჭარბებულად იქცევა თუ არა ჩვენს მიმართ დასავლეთი, ამერიკა და ევროპა. გადაჭარბებულად იქცევიან, ზედმეტ შეფასებებს აკეთებენ. ყველაზე დიდი შეცდომა არის ამერიკის ის, რომ საქართველოში ვისაც ეყრდნობა ამერიკა, მათ არავითარი ავტორიტეტი არ გააჩნიათ და ყველაზე დიდი შეცდომა არის ევროპის ის, რომ ყველაზე მეტად ეყრდნობა იმათ, ვისაც იმ ხალხს ეყრდნობა, ვისაც ავტორიტეტი არ გააჩნიათ. პრაქტიკულად ლომჯარია გახდა მთავარი უფროსი პარტიების და ყველა სიახლე, მე მგონი პრეზიდენტისაც, იმიტომ რომ მთელი ფული მის ხელშია თავმოყრილი. ამში დასავლეთი ამ თვალსაზრისით უშვებს შეცდომას, მაგრამ ჩვენ მივეცით თუ არა ამის საფუძველი მას, მივეცით, რატომ ზედმეტად გავიგეთ ფეხქვეშ, ძალიან დიდი სესხები ავიღეთ, ძალიან ბევრი რამ და ეხლა როდესაც ჩინეთთან გავაფორმეთ ხელშეკრულება და გარკვეულწილად რუსეთთან რაღაც შიდა მოლაპარაკებები არსებობს, არის ამის იმედი. მე ხმამაღლა ვამბობ, ვისაც საქართველოში გონია,
რომ ამერიკასთან დაპირისპირებით და ესე იგი ევროპასთან დაპირისპირებით ქართული საქმე გაკეთდება, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. ამაზე დიდი შეცდომა საქართველოს არასდროს არ დაუშვია, ვინც ამას ფიქრობს. ვინცაც დღეს გიხარიათ, რომ ამერიკას ლანძღავენ ჩვენთან, ვისაც თქვენ გიხარიათ დღეს რომ ევროპას ლანძღავენ, თქვენ ებრძვით საქართველოს. საქართველოს არავითარი მომავალი არ აქვს, ყველასთან, ყველა მეზობელთან და ყველა სახელმწიფოსთან ნორმალური ურთიერთობებით. მე ვამბობ იმას, რომ საქართველოს დღეს არის ბრძოლის ასპარეზი დაპირისპირებული მხარეების ქვეყნის გარეთ და უარესი შეიძლება დაგვემართოს ჩვენ, ვიდრე ესე იგი ეს მოხდა უკრაინასთან დაკავშირებით, ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ უარესი შეიძლება დაგვემართოს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პიროვნება მოდის უკვე მეომარი იქედან და სხვადასხვანაირად ემზადებიან. ჩვენ ისიც გვაქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლებასაც რაღაც გარკვეული ჯგუფები ყავს. რა შვებით ხალხო თქვენ? თქვენ რა შვებით? რა გინდათ? ვინ მოგცათ თქვენ უფლება? ნაცვლად იმისა, როცა ყველაფერი შეიძლება ლაპარაკით, დიალოგით მოწესრიგდეს, ყველაფერი ნებისმიერ ქვეყანასთან არავითარი ამის პრობლემა არ არსებობს. როდესაც ინგიდებთ მეცნიერების კონცეფცია ეროვნული თანხმობის პარლამენტის თაობაზე, ხვალ ჩვენ გამოვიტანთ და კონკრეტული წინააღმდეგობები, რომელიც 4 ნოემბერს მივმართეთ ხელისუფლებას და უთხარით, გამოდით ამ არავითარი მიტინგი, არავითარი ქუჩა, არაფერი არ იქნებოდა. ჩვენ ერთმანეთს გადავეკიდეთ საქართველოში და საშინელი რამ ხდება, ოჯახებია უკვე დაყოფილი. ნახეთ ტელევიზიები რას აკეთებენ, ლაპარაკობენ რომ ესე იგი მინისტრები ებრძვიან თავისი შვილობის თაობის წარმომადგენლებსო. თქვენ წარმოგიდგენიათ რა მზაკრული გამონათქვამია, რა მზაკრული ეს როგორ შეიძლება ქვეყანა გიყვარდეს, ასეც რომ იყოს არ უნდა თქვა, მაგრამ გუშინ მელაძის გადაცემა თავიდან ბოლომდე ამაზე იყო აგებული, გვარები დაასახელეს და მე ვიცი ძალიან ბევრი ოჯახი, სადაც მშობლებსა და შვილებს შორის არის საშინელი დამოკიდებულება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბატონებო, თქვენ ვიდრე ოპოზიცია ქუჩაში ვინც ხართ, ვიდრე არ ამხელთ იმას, ვინც ამას ისვრის, მე ეჭვი არ მეპარება რომ ისინი ბევრი ამას საქართველოსთან არაფერი საქმე არ აქვს. მე ვიცი რომ რამდენიმე რუსიცაა დაკავებული, რამდენიმე ჩრდილოკავკასიელია დაკავებული და ყველანი ესენი ჩამოსული არიან იმიდან უკრაინიდან. უფრო მეც გეტყვით, დასახელებული ძალიან ბევრი ვინმეა დაჭერილი, რომელსაც რუსეთში ეძებენ, იმიტომ რომ რუსეთი საწინააღმდეგოდ მოქმედებდა უკრაინის ჯარში. ჩვენ ძალიან დიდ შარში ვეხვევით, ბატონებო, ძალიან დიდ შარში ვეხვევით. ხო და ამიტომ ხელისუფალი რომ ხარ დაპირისპირების გზით კი არ უნდა წახვიდე, უნდა შეძლო რაღაც მოლაპარაკებები გააკეთო. მე ბევრი ინვეს არ მოწონს ეს ყველაფერი, მაგრამ 40 ტანკი მოდიოდა, ხო თქვენ წარმოგიდგენიათ 40 ტანკი მოდიოდა და ერთმა კაცმა, იმიტომ რომ მე ვიყავი ქალაქის მერი, გუბერნატორი და სირცხვინი იქნებოდა რუსული წავედი სასიკვდილო განაჩენზე, მაგრამ დიდი მადლობა რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა რა. მე ახლა წეღან ერთი რამ არ ვთქვი, ბათუმში ვართ და თურმე ესენი უნდა შევარდნენ ტელევიზიაში. მე არაფერი არ ვიცი. ჩვენ მიტინგი გონია ტარდება და არაფერი არ ვიცი, შევარდნენ ტელევიზიაში. მე გამომყავს იქიდან ხალხი ვინმე რა შვებით ხალხო დაგვიბოდი იქ, მე პრაქტიკულად ვიყავი ხელისუფლების დამცველის როლში გამოვედი, იმიტომ რომ ყველა ნასროლი ქვა ტელევიზიისთვის იქ იყო ეს ეროვნულობის წინააღმდეგ, მე ეჭვი მეპარება რომ ამას ქართველი და ქართული სულის ადამიანი აკეთებდა, მაგრამ უფრო უარეს გეუბნებით, რომ მე ოფისებში რომ მივედით, შევედით, მე მთხოვეს რომ აი სარდაფში ჯობიეო და წამიყვანეს რაღაც სარდაფში. მე ბატონი დუმბაძე და აღარ მინდა დანარჩენი 4 ვისაუბრო იქ ვართ და ვატყობთ რომ რაღაც ხმები ისმის ფეხის და ვფიქრობ რა ხდება ესეთი რამე რა არის და მეუბნება ერთ-ერთი ქალბატონი, რომელსაც მძიმე რამ დაწერა ახლა იქ 26 მაისს როგორ ატარებ ამ იმასო. მე თქვენ მოგიწევთ ამაში თუ არ მოხვალთ, მე გამხელთ თქვენ ამ იმაზე რომ მაშინ არა ბატონ თემურ თქვენ არ წახვიდეთო, დუმბაძე ამის მომხრე არ წახვიდეთო. როგორ მე ვთხარი ჩვენს თანამებრძოლებს და არბევენ. ავედით ზემოთ ავედით. მურმან დუმბაძე დააწვინეს იატაკზე, მე მიცვნეს, ის ვერ იცვნეს. და დააწვინეს იატაკზე. და ერთმა პიროვნებამ ნიღაბ ახვეული რომ იყო, ნიღაბი რო ჩამოხია იგრძნო თავისი მეგობარი ადგა პოლიციელი თავზე, ხალხო რა ვნახეს, უყური ამას, მაგრამ მე ამ შემთხვევას ვამბობ რისთვის, ვამბობ იმისთვის, რომ აი ნახეთ 26 მაისს ეს დარბევაც როგორც ჩანს წინასწარ იყო ცნობილი და მე სარდაფში მთხოვეს ჩასვლა. ყველაფერი არის, როდესაც ასეთი დიდი მასა იკრიბება,
და ორი დიდი სახელმწიფო და არა მარტო ორი, ირანს თავის ინტერესები აქვს, ჩინეთს თავის ინტერესები აქვს, ინდოეთს თავის ინტერესები აქვს, თურქეთს თავის ინტერესები აქვს, აზერბაიჯანს გაუჩნდა უკვე დიდი ამბიცია და სწორადაც, იმიტომ რომ სწორად მიყავს ბევრი რამ და არც ამერიკას გაეგო ფერქვერს, არც ევროპას და არც რუსეთთან დაკარგა ურთიერთობა და ამის გამო გახდა პრაქტიკულად წამყვანი, სადაც ჩვენ ვიყავით პირველი აიღო უკვე აზერბაიჯანმა ტერიტორიები და აიბრუნა ყველაფერი, ჩვენ ევროპას და ყველას ყავს თავის წარმომადგენლები აქ. რეალურად კაც ყველას ყავს იქ თავისი ხალხი შეგზავნილი. ამიტომ იქ ქვების როლა და ისინი არ დამთავრდება და ეს არ არის ეროვნული, მაგრამ ვიმეორებ, ეს არის სწორედ იმის შედეგი, რომ ამაზე პოლიტიკის აგება ვიღაცა ქვას ისვრის და ასეთია ყველა იქ ეს არის შეცდომა. თვითონ ის ხალხი ვერ იტანს ამას და რაღაცას და მე ვამბობ იმას, რომ გარე ძალები საქართველოში მოქმედებენ სერიოზულად. აშკარად ხედავ იმასაც, რომ ელჩების გადადგომაში არის გარკვეული ზემოქმედება გარედან. ჩვენ დღეს თუ არ ვიმოქმედებთ ქართულად ხელისუფლებას მიმართავთ, ჩვენ დავუყავთ ქვეყანას, ვერ გადაირჩენს ოცნება ხელისუფლებას ამ გზით და არ ზღირს ამ დროს შეინარჩუნოთ ხელისუფლება, იმიტომ რომ ეს ქვეყანა ვერ მოვა ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში, ამას ის ხალხიც მე რო ველაპარაკები, ის ხალხი ყველაფერ ამას ლაპარაკობს. ამერიკამ და ევროპამ ძალიან ბევრ რამეში უნდა შეცვალოს დამოკიდებულება. ჩვენ არ გვაქვს ამ ეტაპზე საშუალება, ჩვენ გვინდა რომ ელჩებს შევხვდეთ, აი ეს მეცნიერთა კონგრესი, შევხვდეთ ელჩებს, შევხვდეთ ბევრი იმას და სრულიად განსხვავებული საუბარი გავმართოთ მასთან. არა ის რომ დაასანქცირეთ ბიძინა ავანიშვილი. ვისაც გიხარიათ თქვენ ამერიკამ ეს და სიხარულით რო აცხადებთ ბევრი, რომ ამერიკამ ჩვენთან ურთიერთობები გაწყვიტაო, ეს ვინც მომიტინგეები ძალიან ბევრ ნაწილს უხარიეს, ეს არის საქართველოს წინააღმდეგი ხარ თქვენ. ვისაც გიხარიათ ევროპაში და იმას უწყობდით ხელს, რომ სანქციები და გვარები ჩაწერილიყო, ეს კატასტროფაა. ჩვენ სუფთად გვინდა ვიაროთ, ჩვენ გვინდა რომ მეცნიერთა კონგრესი და იგივე ჩვენი ალიანსი, ორი კაცი დავრჩით ჩვენ იქ, შეიძლება და ყოფილიყავით 200. 18-მა დავიწყეთ და ორი კაცი დავრჩით. ჩვენ გავიზრდებით, მხარი დაუჭიროთ, ჩვენ მხარს უჭერთ მეცნიერთა კონგრესის პოზიციას და მეცნიერთა კონგრესის პროგრამულ დოკუმენტებს უჭერთ მხარს და გარწმუნებთ მე თქვენ რომ თანაც აქ პარტიული ელემენტი შევინარჩუნეთ და თან ყველაფერს ვეყრდნობით მეცნიერთა კონგრესს. ამის საშუალება არის. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ სწორედ პროგრესული აზრის ირგვლივ და არა ქუჩაში. ან ქუჩაში გამოსვლთა წინააღმდეგ. დღეს ძალიან ბევრმა ვინც დამიწერა ეს და ესე ლანძღავენ ამ ქუჩაში გამოსულებს. სასწაულად კარგი ხალხი ვნახე. ძალიან ბევრი. ქალბატონი ჯორჯაძე გამოვიდა, ისეთი რეჟისორია და იდგა მიტინგზე, ხალხო რას ლანძღავთ თქვენ? რა გინდა ჯორჯაძესთან და უამრავი პიროვნება ვნახე. თქვი რომ ხალხი გამოვიდა არა ვინმეს წინააღმდეგ, არამედ კურსის შესვლის წინააღმდეგ საშიშროებას ხედავთ და არის თუ არა ეს საშიშროება. გეთანხმები და ბატონი თემური გაგზელი, მე ვხედავ საშიშროებას, მე ვხედავ ჩემი მეგობრები მეუბნებიან, პოლონეთში უკვე ქართველებზე ბინას არ აქირავებენ, უკვე 50%-ს უარს ეუბნებიან ჩასულებს იქეთ, აი წინასწარ ფული რო გადარიცხეს და ისინი აღარ უშვებენ. დაიწყო ძალიან მძიმე პროცესი და 20 დეკემბერში რომ გათვალისწინებული 26-ში თუ 27-ში რომ გათვალისწინებულია საგარეო მინისტრების ისა შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს საქართველოსთვის ეს და ქვეყნის შიგნით დავერიოთ ერთმანეთს ჩვენ. დაერიონ ქართველობას უცხოეთში, დავერიოთ რა შვებით ოცნებავ. აი ხა რომ მეუბნებით თქვენ რომ ისეთი ორი განცხადება გააკეთა, ხო და აი ეგრე ბატონი თემური პირველი განცხადება იყო შეცდომა. კატასტროფული შეცდომა. მე ისეთი შტაბ-ეჭდილება დამჩარო პრეზიდენტობის კანდიდატ დაასახელეს, ისეთი იმის გადაფარვა ხო არ უნდა თქვა. კითხვაც მე ხო, ალბათ, მაგრამ ამას არ პასუხობ ახლა. მაგრამ იყო შეცდომა, როგორ შეიძლება იმის თქვა 28 წელი რა მოგაფიქრებიათ, ანუ ახალი არჩევნებია უკვე 28 წელში და უკვე იმით გამოხვალთ იმ 28 წელში ამას ფიქრობთ თქვენ რომ აი ჩვენ ახლა ვიწყებთ ევროკავშირთან, მანამდე გააკეთებთ განცხადებას დასაწყისში და მთელ არჩევნებს ააგებთ, მე ახლა ევროპას დანძღავთ, ამერიკას დანძღავთ და მე თელს იმას აგებს შეცდომა იყო ეს. შეცდომა იყო მეორე განცხადება, რომელზეც თქვენი საუბრეთ. იქ უფრო იმათ თქვა, დადეთო მაგიდაზეო მოლაპარაკების ესე იგი გადაწყვეტილება დადგეთო და ეს ხო შეცდომაა, ეს ხო ჯერ ერთი უკან დახევაა ძალიან, მაგრამ ეს არის შეცდომა, იმიტომ რომ ევროკავშირმა და გითხრათ თქვენ, მე არ მომწონს ევროკავშირი. ევროკავშირის ღირებულებები და ევროპის ღირებულებები სრულიად განსხვავებული ერთმანეთისგან და შეიცვლება ევროკავშირში მოვლენ ადამიანები შეცვლიან ამას, მაგრამ შეცდომა რა იყო ნახეთ, რომელსაც არავინ არ ამბობს დღეს, ან თუ ამბობს ცოტა. შენ როდესაც ეუბნები რომ მე მზად ვარ ხვალვე დავჯდეს ალაპარაკოთ,
აი 28 წლამდე ხო ქონდა გადაწეული, ეხლა ეუბნებით რომ შეგაშინა ქუჩამ. მაგრამ ეს არ არის მთავარი. დავჯდე, ევროპამ გითხრა, მე გითხარი მაშინ გავაგზავნებ თქვენთან მოლაპარაკებებს, თუ არჩევნებს ჩაატარებთ კარგად. მე მაქვს ეჭვი, რომ არჩევნები არ ჩაატარე კარგად. შენ რა გინდა ეხლა მე ევროპამ დავიწყო შენთან მოლაპარაკება და შენ იმის უფლებასაც არ მაძლევ, რომ შევამოწმო, რომ არჩევნები როგორ ჩატარდა. აბსურდს ელაპარაკებით ბატონებო თქვენ და ამით კიდე დაიძაბება ევროპის დამოკიდებულება თქვენდამი და ხალხი თქვენ ბრმად ვინც გიჭერთ, მხარს კიდე უფრო გაძლიერდება, მე მეუბნება ბევრი ვინმე, აი რა გინდათ უკეთესი ხედავ რა შეთავაზა სულელია ის რაც შეთავაზა, იმიტომ რომ ევროპის კავშირი თუ არ ყოფილა იქნება რომ თქვენ გითხარით მხოლოდ იმ შემთხვევაში ვაკეთებთ ჩვენ მოლაპარაკების განახლებას თუ თქვენ არჩევნებს ატარებთ კარგად. არჩევნები შენ მეუბნები ჩაატარე კარგად, ხო მე ეჭვი მეპარება, მე შემომიშვი რომ ნახვე შენ იმას არ უშვებ, შენ არ გინდა რომ შემოწდეს, შენ თვითონ არ აღიარებ რომ გაყალბება იყო, ჩვენ ვამბობთ მესტიერთა კონგრესზე გაყალბება გააკეთა ორთავემ. როგორც ოპოზიციამ, ასევე ხელისუფლებამ, არცეც არ უნდა გეკადრათ და ისეთ სისტემა უნდა გქონდეს, არ უნდა ჩავატაროთ ეს ყველაფერი. აი ეს არის ჩვენი პოზიცია, ჩვენ ცუდ დღეში ვართ, ბატონ თემურ, რომედი ხარ, ჩვენ დღეში ვართ იმის გამო, რომ ჩვენს მოსაზრებას არ იზიარებს არც თავგადაკრული მხარდამჭერი, ვინც არის ოცნების და არც თავგადაკრული მხარდამჭერი ნაციონალური მოძრაობის. ერთიც და მეორეც ქვეყნის უბედურება ხართ და ამ ეტაპზე ჩვენ ვარ იზიარებ ჩვენ მოსაზრებებს, ეს ჩვენთვის კარგია, მაგრამ ღმერთს უფალს მინდა ვთხოვო, რომ თქვენ დაფიქრდეთ ძალიან სერიოზულად და შეიცვალოთ პოზიცია. ეს არის ჩემი მოსაზრება. ბატონო თემურ, აბა თქვენ რა სიტყვით? ესე იგი რა მინდა მე ამეთი ვთქვა. პირველ რიგში შეცდომა არის და იყო კიდევაც, როცა ამერიკას და ევროპას ვიტყვენ მორჩილებაში იყვნენ და შემდგომ ლანძღვა დაიწყეს. ეს არის ყველაზე დიდი დანაშაულია. არ არის აუცილებელი რომ იყო მორჩილებაში და არ არის აუცილებელი რომ აგინო. ის არის პარტნიორი და როგორც პარტნიორს ისე უნდა ელაპარაკო. მე უბრალოდ ერთ პატარა მაგალითს მოვიყვან. როცა საკითხი დავაყენე მე როგორც ნატოს მემორიალის წარმომადგენელმა საქართველოში, რომ საქართველოში მემორიალი უნდა დაიდგას და იყო ინგლისურად და ფრანგულად წარწერები ამ მემორიალზე და არ იყო საქართველოს დროშა გამოსახული და იყო ნატოს წევრი ქვეყნების დროშა გამოსახული, მე ვთხარი საქართველოს ბიჭებს ძალიან ბევრი სისხლი აქვს დაუღრილი ნატოს ეგიდით, სამშვიდობო ეგიდით წასულები არიან და აუცილებელია იყოს საქართველოს დროშას და ქართული წარწერაც. გადაუგზავნეს ჩემი მოსაზრება, იმსჯელეს მათ და მითხეს მართალი ხარ და გადმოაგზავნეს საქართველოს დროშაც გააკეთეს როგორც ასოცირებული წევრი ნატოსი და ქართული წარწერაც გაუკეთეს. ამათ არ იციან არც თანამშრომლობა, არც დიალოგი არ იციან და როგორ ესაუბრონ, არც არციან რა გააკეთონ ისიც არ იციან. მათთან უნდა იყოს საუბარი და არა მორჩილება. და მორჩილება არის ყველაზე ცუდი და მით უმეტეს დღევანდელ სიტუაციაში ლანძღვაგინება. ასევე მე ვთხარი როგორც წარმომადგენელმა დრო არის რომ ნატოს გადადგას ის ნაბიჯები რაც გადასადგმელია, იმიტომ რომ კარები ღია ეს არნიშნავს რომ ჩვენ ამ კარებში შეგვიძლია შესვლა და რუსეთმა თვითონ გააღო კარები და შემოვიდა საქართველოში და სადაც უნდა ტერიტორიას და ცოცა ოკუპაციას აკეთებს. ამიტომ მე ვთხარი ორი კარები როცა ღია არის, იცის ორპირი ქარი და ერთ-ერთი კარები დაიკეტება. ამიტომ დრო არის რომ ნაბიჯები გადაედგათ. მაგრამ ეს ყველაფერი წინა ხელისუფლების დროს შეჩერდა, როცა 2008 წელს სააკაშვილმა დატოვა კოდორის ხეობა, დაუტოვა მთელი იარაღი რუსეთის ჯარს კოდორის ხეობაში, ასევე გორში დაუტოვა ნატოს მიერ ნაჩუქარი იარაღი და მათ გაიტანეს ეს იარაღი. ეს ძალიან ცუდი პრეცედენტი იყო და ამას ჩვენ ვერ გამოვაპარეთ ვერც ნატოს, ვერც ამერიკას და ვერც ევროპას. ამიტომ ჩვენ ქართველებმა უნდა გადავდგათ და ხელისუფლება მით უმეტეს ქართული საქმე უნდა აკეთონ და არა ის საქმე რაც სხვას უნდა, ან ამერიკას, ან ევროპას, ან რუსეთს. ქართული საქმე უნდა ვაკეთოთ და ქართულად უნდა გაიზარდონ ჩვენი ამ მომავალი თაობა. რაც შეეხება დღევანდელი ხელისუფლება, რომ ამბობს 54% მივიღე. 54% ეს ბევრს არაფერს ანიშნავს. ფაქტობრივად ჩათვალე რომ 50% 50-ია. როცა 50-50-ია გადაყოფილი ხო მიღებული ხმებისა.
ალბათ აუცილებელი არის რომ ეს ხალხი რო ითხოვს რიგარეში არჩევნების ჩატარებას ხელისუფლების ნორმალური ნაბიჯი იქნება სწორედ რომ გამოაცხადოს რომ კი ბატონო რახან 50-50-ზე ეს 4% ბევრს არაფერს არ წარმოადგენს რა გაყავდა რა გამოყავდა და რა იყო როგორ იყო ამიტომ უნდა დათანხმდეს რიგარეში არჩევნებს მით უმეტეს ამას ევროპაც და ამერიკაც ამბობს რომ ჩვენ მაშინ გადავამოწმოთ თუ არ არის გაყალბებული ამიტომ რახან თავს იკავებენ და კარგად გინდა და მშვიდობიანად დამთავრდეს ეს პროცესები ალბათ რეალური იქნება რომ სწორედ დიალოგზე დაждდნენ და სწორედ დიალოგით მოხდეს რომ ჩატარდეს რიგარეში არჩევნები იმიტომ 50-50% ეს ბევრს არაფერს არ ნიშნავს დიდი განსხვავება არ არის ამ მართულებით მადლობთ თქვენ დავუსვათ კითხვას რამეს ბატონ თემურს მექნება კითხვა ახლა აქ თქვით რომ თუნდაც არჩევნების შედეგებით ლეგიტიმურობის ხარისხი არ არის მაღალი ეს და ეს ქვეყნისათვის ქართული სახელმწიფოს სიძლიერისათვის მეტად კივნეული არის ამიტომ ხომ არ ჯობდა თუ გითქვათ განსაკუთრებით შემდეგ პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელებამ გარკვეული კიდევ უფრო მეტი რყევა გამოიწვია ვიდრე გაერთიანება და ხომ არ ჯობდა აი ამ პროცესში სეპარტიული ელემენტის შემოსვლა თუნდაც მეცნიერებათა აკადემიას რომელსაც თავის თავზე აეღო პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელება მეცნიერებათა აკადემიაში სარეიტინგო თუნდაც არჩევნებით წამოეყენებია პრეზიდენტობის კანდიდატი და ამით სეპარტიული ფორმატი გაეძლიერებია რომ ლეგიტიმურობის ხარისხი როგორმე გაიზარდოს იმიტომ რომ დღევანდელი ლეგიტიმურობის ხარისხი ძალიან მტკივნეულად მოქმედებს ქართულ სახელმწიფოს პირველ რიგში ბატონო კობა დიდი მადლობა მინდა გითხრათ რომ თქვენ უაღრესად საინტერესო პიროვნება ხართ და ჩათვალეთ საჭიროთ რომ მოსულიყავით ამ შეხვედრაზე კითხვა დაგესვათ იმიტომ რომ ხედავ რომ ექიმი კაცი ხართ თანაც სამხედროებთან დაკავშირებული ძალიან განიცდით ამ მდგომარეობას და აბსოლუტურად სწორად აყენებთ საკითხს ეს იყო ჩვენი აზრი თქვენის და ჩვენი ყველას აზრი მეცნიერთა კონგრესში რომ ამ შემთხვევაში ჯობდა ვიღაც სერიოზული პიროვნების ძალიან ცნობილი მსოფლიოში ცნობილი მეცნიერის და ვიღაცის რადგან არ წყვეტს ძალიან ბევრ რამეს პრეზიდენტი აი ამიტომ ჯობდა რომ ასე გაკეთებულიყო ამიტომ იყო რომ ჩვენ ვინ შევთავაზეთ ახლა ჩვენ ყველანი ვიყავით იმაზე ორიენტირებული რომ თქვა ლადო ჭანტურია რომელსაც ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვს აგერ დიდი თანამდებობა მიიღო არავის არ ქონია ქართულს ევროპის სასამართლოში ასეთი რამ გერმანიაში ელჩი იყო ინსტიტუტის დირექტორი იყო გერმანიაში დაცული აქვს გერმანიაში ასე იგი იცნობს რუსეთსაც დაცული აქვს იქაც ანუ პრაქტიკულად პიროვნება რომელსაც უდიდესი გზა ჰქონდა გავლილი და არის ძალიან სერიოზული მეცნიერი და ძალიან სერიოზული ავტორიტეტი მე იგივეს გეთანხმები რომ აი ამის გაკეთება იყო სამარცხვინო იმიტომ კი არა რომ თქვათ ის ცუდი ბიჭია, ცუდი კაცია და რაღაცა შეიძლება ძალიან კარგია, მაგრამ საქართველოს შეურაცხყოფას აყენებ რომ უკვე დიპლომა დაკარგა ფასი ქვეყანაში ძალიან ბევრმა ვინმე უკვე დაიწყო ლაპარაკი რომ აზრი აქვს დიპლომს და როგორ დააშენდგო. მე ჟიული შარტავა გავიხსენი ამისი რომ მივედი მასთან გასაუბრებაზე თვითონ მიმიწვია, თვითონ უნდა და მოვწონდი ყველაფერი და რო გაიგო რომ 20 წლის ბიჭი ვიყავი, მესამე თუ მეოთხე კურსის სტუდენტი, არა გაქვს დამთავრებული. მეოთხე როგორ უნდა დამთავრებია? უმაღლესი განათლების როგორ შეიძლება კარის კაცს არ ვიღებთ ჩვენ აქ უმაღლესი განათლებით თუ წარმოგიდგენია თქვენ ეს იყო და ჩვენ ვფიქრობდით იმას რომ საქართველოს უნდა გადასულიყო ამაზე აი შეურაცხყოფას აყენებენ ყველა მხრივ და ხალხში დაგროვდა ეს ძალიან ბევრი პიროვნება გამოსულია იმის გამო აი მიტინგზე რომელსაც ელაპარაკები გეუბნება პირდაპირ რომ ბიძინამ ისეთი კანდიდატურა დაასახელა რომ შეურაცხყოფილი ვარ ჩვენ ყველანი რომ იმ პრეზიდენტობის კანდიდატი ზოგი რის გამოა მოვიდა ძალიან ბევრი მეუბნება რომ აი ვთქვათ მე ვარ აქ იმიტომ რომ ჩემი დედა არის ევროპაში იმით ცხოვრობთ, იმით ვართ, აქ მოგეწყოთ სამსახური და არ წავიდოთ ის რომ აქ დაბრუნდეთ შიმშილით მოგდებით. წასულია ძალიან ბევრი ჩემი შვილი იქ სწავლობს, მე მინდოდა შვილი გამეგზავნა. რა შვაშია რო ლანძღავენ ამ ხალხს ყველას. ნაცვლად იმისა რომ მოკითხონ თავის ხელისუფლებას, რომ ასეთი პრეზიდენტობის კანდიდატი რატო დაასახელებთ. და როცა ლაპარაკობენ რუსეთის ჩემპიონი იყო ეს კაცი ხომ? რეალურად. ეხლა ხმა ხო გამოდის გარედან რომ ღარიბაშვილი ჩინეთს უნდა და ეს ამას უნდა და რა ქვია რუსეთს
და ნუ ეხლა წარმოიდგინეთ რომ ეხლა რა ვინ წყვეტს ამას გადავწყვიტოთ ხალხო რა თქვენ სწორი თქვით ეხლა აკადემიას ვინმე ხوار შეთავაზებდა რაღაცას და ეხლა რასაც თქვენ ამბობთ მე არ ბევრი ვინმეს არ უყვარს ამის ისა მაგრამ მერები და გამგებლები სწორედ აკადემიკოსი იყო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პირდაპირ სატელევიზიო გადაცემით იმერეთის 12-ვე ქალაქის მერი და მე ვისაც უნდა სურვილი განცხადება წერდა და გამოდიოდნენ და აკადემიკოსები და ეს ხალხი არჩევდა იქნა რომელი ჯობდა ასე იქნა შერჩეული იმერეთში ყველაზე კარგი მერი ვინ აღმოჩნდა ჩვენთან მე როდესაც გათავისუფლდა თანამდებობა ხარაგაულში და მე ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს დაურეკე ბატონ არჩილ კოსტავას და უთხარი ხوار შეგიძლია დანიშნოთ ვთქვათ გამგებელი იმის და იმას გაუკვირდა რაღაცას და მე შევხვდი დაველაპარაკე აუქსენი და რეკომენდაცია მიცეს ბატონი დავით სახვაძე დღესაც წესიერებით, პატიოსნებით, ოჯახით, ერთგულებით, ქვეყნისადმი სასწავლო რამეებს აკეთებს, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, დოქტორი, ყველაფერი, აი დღესაც არის უგამორჩეულესი პიროვნება. ანუ მე ვაღიარებ, რომ ჩემს მიერ დანიშნული, ვინც იყო უშუალოდ, ან კიდე ხელისუფლებამ ის დანიშნა, გაცილებით უკეთესი აღმოჩნდა ტექნიკურმა უნივერსიტეტმა რო დანიშნა, გაცილებით უკეთესი აღმოჩნდნენ ისინი, რომლებიც აკადემიკოსებმა და მერემა რატომ გვეშინია ამ ხალხის? რატომ? აგერ არის გამოცდილება, რომელსაც მე ვყვები და ამიტომ ვინმე რო თქვას რაღაც ახალ რამეს იგონებს, რომ არ ვიგონებ ახალს, ეს ასე იყო. ერთ უნივერსიტეტს და მეორეს ვეუბნებოდი, რომ დამინიშნეთ, მრჩეველებს ნიშნავდნენ ისინი, უმაღლესი სასწავლებლის დარგში ჩემი მრჩეველები დანიშნეს უნივერსიტეტების რექტორებმა. რა არის ამაში ხალხო რა თუ არ მიდიხარ ფულის აკეთებლად თუ შენი ნაცნობი ნათესავი და მეგობარი არ გინდა რა პრობლემა გაქვს იმაში რომ მოვიდეს რა ძლიერი კაცი აკადემიკოსი მე თქვი ჩვენ ლადო ჭანტურია 4-5 კანდიდატურაა კიდე რომელიც ითქვა ისეთი ბედრიერება იქნებოდა მაგრამ არ მინდა ახლა იმ ხალხს ვინმე ცუდად დაადგეს თავზე და რაღაც ისინი ახლა მე არც ლადო ჭანტურიასთან არ მქონია შეხვედრა და ვაპირებ კი ერთხელ თუ აქეთ იქნებოდა რაღაცა შევხვდე დაველაპარაკო და უთხრე რომ მე ლადო ჭანტურიაზე კი არ ვფიქრობ როცა მის კანდიდატურას ვასახელებთ მე ვფიქრობ ის საქართველოსთვის კარგი იქნებოდა შეიძლება ლადო ჭანტურიას სულ არ უნდა აი ესაა ჩვენი მიდრომა თქვენ დამოკიდებულება ცოტა საქართველოს კურიოზებში ვცხოვრობთ რა ესე იგი რა ხდება უმაღლეს დამთავრებულები ზოგს ორი უმაღლესი აქვს დიპლომით ყველაფერი ტაქსაზე მუშაობენ და თვითონაც ეცინება ხოლმე ალბათ ყაველაშვილს იმიტომ რომ მაგის ჩანაწერი გამომიგზავნეს 17 წელი ფეხბურთს თამაშობდი ბურსს ურტყავდი და რო დავამთავრე მე ვიფიქრე რა გავაკეთო და გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსინჯოს ბედით და თურმე დღეს უკვე პრეზიდენტად მოგვევლინება ცოტა ხანში. ჯერ ერთ დიდი შეცდომა ის იყო, როცა ხალხი არ ერჩევს პრეზიდენტს და ერჩევს 300 ხმოსანი. ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, რითიც რო იტყვიან 300 ხმოსანის არჩეული პრეზიდენტი ეს ამას ლეგიტიმაცია არ აქვს. მოდით რეალურად ვთქვათ, არ არის. ეხლა ეს დეპუტატმა აიც შეიმან აირჩიეს. ჯერ ის დეპუტატმა შეასრულა თავისი როლი ხალხის წინაშე, ვინც აირჩია. თუ ვერ შეასრულა, რატომ არ არის გამოწვევის უფლება და რატომ არ აქვს, რომ მოსახლეობამ გამოიწვიოს ის დეპუტატი, რომ 1 წელი იყო, 2 წელი და მით უმეტეს 5 მოწვევის პარლამენტარი რო არ და 2 მოწვევის და 3 მოწვევის და სახელმწიფოს არაფერი არ ემჩნევა, კარგი და 5 მოწვევის დეპუტატი ხარ, 20 წელია პარლამენტში ხარ, 8 წელია და არაფერი გაგიკეთებია იქ ეს არის კატასტროფა. უნდა კონდეს ხალხს გამოწვევის უფლებაც სწორ დეპუტატისა და ახალი დეპუტატის შესვლა. თუ მან ვერ გააკეთა თავის მოვალეობა ვერ შეასრულა. საერთოდ კიდე ამას წინათ ერთმა მეგობარმა გამომიგზავნა კიდევ ესეთი პარლამენტის შენობას ეწერა ახალი სპორტის სასახლე. სპორტსმენებით არიან ფაქტურად დაკომპლექტებული და რაღაც უნდა მაგ დიპლომს რა აზრი აქვს. მოდით აი მე მაგ დიპლომი და რა აზრი აქვს მაშინ მაგ დიპლომს. რისთვის ავიღე ეს დიპლომი, რისთვის მეცადინეობდი, რო იტყვიან ჩემ დროს მე მე-9 კლასიდან მომზადება დავიწყე სამსაგანში რომ ჩამებარებინა უნივერსიტეტში და გავხდარიყავი სტუდენტი და სწავლობდი თავს ვიკლავდით ყველაფერი. ესე იგი ამან ყველაფერმა ფასი დაკარგა და ფასი მიიღო რა ესე იგი ცნობადობა მან კაი სპორტსმენი უნდა იყო ან რაღაცა ცნობადი რომ მე პარლამენტში დაждები და ესე იგი ეს არის კატასტროფა მას არ შეუძლია იმუშაოს ხომ ეხლა აი მოდით ავიღოთ რეალურად კი შეიძლება კაი ძალოსანი კაი სპორტსმენია მაგრამ პარლამენტში რა უნდა აკეთოს იმან
აი რა უნდა აკეთოს ის კანონებზე იმუშავებს რამე ცვლილებებს შეიტანს თუ რა უნდა გააკეთოს ესე იგი ეს კატასტროფა ეს არის დამღუპველი სახელმწიფოსთვის სწორედ რომ ხელისუფლებაში მოიყვანო გაუნათლებელი ადამიანი რომელიც ხელისუფლებას საერთოდ გაანადგურებს პატრიოტიზმს გაანადგურებს ამოიღებს სწავლიდან ისეთ საკითხებს რაც პატრიოტიზმზეა რაც აღზრდა განათლებაზეა საჭირო და ეს არის კატასტროფა დამღუპველია ამიტომ ბევრი ჩემი აზრით კიდევ იმიტომ გამოვიდა დღევანდელ სიტუაციაში რომ პრეზიდენტობის კანდიდატი არის უდიპლომო. მაშინ მე დავსვავ ესეთ კითხვას და თვითონ ამბობს რომ მე გავიკითხე სოციალურ ქსელში იყო და ტელევიზიითაც და იურისტებმა და კონსტიტუციონალისტებმა მითხრეს რომ არ არის საჭირო პრეზიდენტს შეიძლება დიპლომი არ ქონდესო პარლამენტის თავმჯდომარესო პრემიერ-მინისტრო და მე მაშინ ვსვავკითხავს რა საჭიროა განათლების მინისტროს დიპლომი ქონდეს არ წერია რომ განათლების მინისტრს უნდა ქონდეს დიპლომი შეიძლება იყოს გაუნათლებელი შეიძლება იყოს ძალოსანი ან სპორტსმენი ან რაღაცა და განათლების მინისტრი იყოს ესეთ პიროვნება რა საჭიროა მაშინ დიპლომი მე ვსვავ კითხვას ქართულ ოცნებას დიპლომი რა საჭიროა საერთოდ რისთვის არის ეს დიპლომი საჭირო. ესე იგი არაფერი მნიშვნელობა თუ არ აქვს რისთვის, ესე იგი ამან ხაზი გადაუსვეს განათლებას, რომ გაუნათლებელი ხალხი გჭირდება და მაგითი სახელმწიფო დაიქცევა. სწორედ ამიტომ გამოვიდა ხალხი, ხედავს რომ კატასტროფაა უკვე და გამოვიდნენ იმისთვის, რომ ისინი იცავენ სწორედ თავის უფლებებს, პიროვნულ უფლებებს იცავენ, იმიტომ რომ იქ ნასწავლი ხალხი გამოვიდა, ბევრი განათლებული. და სტუდენტის გამოდის როგორ მე ამდენი ვისწავლო, ამდენი ვიშრომო განათლებაში ფულს იხდიან, რომ სწავლის ფულს იხდიან და დიპლომის თურმე არ აქვს მნიშვნელობა. აი ეს კატასტროფაა სახელმწიფოსთვის. ერთი კითხვა მაქვს ბატონო თემურ. ეხლა ასეთი სიტუაცია არის, რომ ისე ძველ არსებულ პრეზიდენტზე გუშინ ბრიფინგი გამართა და კატეგორიულად უარყო რაღაც სამხედრო დაჯგუფებებთან დაკავშირებული ეს ჭორებს ისე ვიტყვი არის ჭორი ეს თუ არ არის არ ვიცი და კიდევ ერთი კითხვა მაქვს რატომ აი ბოლო მომენტამდე ესე დაპირისპირებული არის ამ ხელისუფლებასთან და მაშინ კითხეთ მე თქვენ და ეხაც გეკითხებით რატო არ ანთავისუფლებს სააკაშვილს სააკაშვილის არათავისუფლებს იმის გამო, რომ მან აიღო ევროპის წინაშე ვალდებულება, რომ სააკაშვილის გარეშე შევასრულებ იმ ფუნქციას, რომელიც უნდა შეესრულებია სააკაშვილს. ანუ პიროვნულია იქ რაღაც. პიროვნულია. საერთოდ მინდა ამასთან დაკავშირებით, ახლა ჩვენ დიდი დრო არ გვაქვს, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი კითხულობს, რომ აი თუ ესე აქამდე მივიდა და ასეა და ისეა, რატო არ უშვებს სააკაშვილს? სააკაშვილის შეცდომა იყო, რომ მაგი დანიშნა საგარეო საქმეთა მინისტრად. ეს იყო შეცდომები უამრავი დაუშვა და იყო შეცდომა. სააკაშვილი მე მახსოვს რომ როდესაც ესე იგი გაათავისუფლა სახში იჯდა ტელევიზიით არ იღებენ ახლა რაღაცა ამას მე უყურე პირადად რომ მე ველოდები სააკაშვილის ზარსო ესე იგი რო დაერეკა იმას და ეთქვა მობრუნდიო გაიქცეოდა ესე იგი რადგან გაათავისუფლა წავიდა მე ოპოზიციაში საერთოდ მინდა გითხრათ ერთი რამ რომ მე აქამდე ამასეთ რამეებს არ ვლაპარაკობდი მაგრამ ისეთი თავდასხმის ობიექტი გავხდი ეგეთი რამეები უნდა ვთქვა მისი მეუღლე ბატონი ჯანრი კაშია იყო ჩემს მიერ დანიშნული ევროპაში ქუთაისის და იმერეთის წარმომადგენლად ამის გამო მე კაკუ ასათიანი და სხვები პარლამენტში მაგრიდი გებდნენ რომ ელჩების დანიშვნა დაიწყო და შევერნაძემ დამირეკა ერთხელ და მითხრა რაუ რა გაგიკეთებიოს მე ვხარი მე დამოუკიდებელი ლეუსავარ პიროვნება ვარ და საშტატო ისე მაქვს და დავწერა და ხელფას უხდი გაც და არის ჩვენი წარმომადგენელი ევროპაში იმიტომ რომ ევროპასთან ძალიან დიდი ურთიერთობა თქვენ წარმოვიდგენიათ რომელი წელია 93 წელზეა ლაპარაკი ხო ეხლა ის რასაც გეუბნებით და ესენი მელაპარაკებიან ეხლა მე ევროპა ამათ ჭირდებათ მე ევროპა მიყვარს ამერიკა ამათ ჭირდებათ მე ამერიკა მიყვარს განსხვავება ეს არის ამ ოპოზიცია არა მე ამასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ აი წარმომადგენელი იყო თქვა ნახეთ რა არის როდის მოხდა ჩვენი მე მათთან ჩავდიოდი და ცხოვრობდი ბელგიაში მათთან მაგრამ როდის მოხდა ჩვენი დაპირისპირება მოხდა იმის შემდგომ რაც უნივერსიტეტის რექტორის პოსტი განთავისუფლდა ქუთაისში და აკვირდით ახლა თქვენ რა სერიოზულ რამეს ხვები განთავისუფლდა და მისმა მეუღლემ და მან თხოვეს რომ ბატონი ჯანრი იქნება კარგი რომ დაინიშნოს რექტორად. მე რა თქმა უნდა მიმაჩნდა რომ ბატონი ჯანრის მიმართ კეთილად განწყობილი ვიყავი მიუხედავად იმისა რომ უამრავი ბევრი სხვა რამ მესმოდა გარეთ და აღმოჩნდა რომ დავეთანხმე წავიდა ყველა წინააღმდეგი მინისტრი ესენი და ბოლო შევარნაძესთან მითხრეს მიდიოდა შევარნაძემაც მითხრა რომ არაკეთებო სწორსო და მე ვთხარი მომეცით საშუალება მე დამოუკიდებელი ისე ვარ და გადავწყვიტო ისე როგორც ესე ნუ იმას შეცდა მითხრა რომ კი ბატონო და გადავწყვიტე რომ უნდა იყოს ეს შუაღამეზე მოვიდა ჩემთან უნივერსიტეტის მთელი დელეგაცია
და მითხრეს იმის რომ ბატონო თემურ იმას არ ვიმსახურებთო რომ ჩვენი უნივერსიტეტის რექტორი დოქტორი იყოსო მით უფრო დებულებაში გვიწერიაო შვაღამაზე ხوار დაურეკავდი ბატონ ჯანრის რომ ხარ თუ არა ხარ დოქტორი თუ მე ვთხარი რას ლაპარაკობთ როგორ შეიძლება დოქტორი როგორ არ არის ალბათ არის არა ვითხრეს კაცო ჩვენ ვნახეთო და ეხლა ქუჩაში ხوار გამოვალთ და ხوار დავიწყებთო მე იმათ დავპირდი მაშინვე მთელი უნივერსიტეტი გამოვიდოდა ქუჩაში ეს გაწყვეტილება რომ არ მემეღო მე შემეძლო გამეტანა ძალით ეს მაგრამ როდესაც ეს მოხდა მე წავედი ის და დაურეკე დილით და უთხარი ბატონო ჯანრი თქვენ ასეთი რამე არა მე დოქტორი არა ვარო მიწერეთო თქვენო იმას აკადემიასო და სასწრაფოდ მომანიჭონ დოქტორ მე ვთხარი აკადემია ამას როგორ ანიჭებს რას ლაპარაკობ იმავე დღესვე წავიდნენ ქუთაისიდან და გადავიდნენ აბაშიძესთან და იყვნენ იქ აი ხედავთ როგორი უსამართლოა ბიზინავანიშვილი როცა აყენებს იმას და აი ამ ერთ როგორ წყლის ერთ წვეთში შეიძლება თელი ცხოვრების ანარეკლი მოთავსდეს აი ამ ქალმა თავისი გადაწყვეტილებითა მისმა მეუღლემ ძალიან დამწყვიტეს ნუ იქედან დაიწყეს ჩემი ლანძღვა მაშინ როდესაც ქუთაისში ტელევიზიაში ის კონდათ რა ქვია წერილი მივწერეთ ტელევიზიას დრო მივეცით გამოდიოდა ესე იგი ყველა თათფერს ესწრებოდა მოკლედ რაღაც არ ნახულათ ხელფას უხდიდით ყველაფერი და ამავდროულად რექტორი არ გახდა არ ეკუთვნოდა კანონიერად არ ეკუთვნოდა მე კიდევ ერთხელ შემეძლო გამეტანა ეს მაგრამ როგორ ვაკადრებდი ამას უმაღლეს ესენი ახლა ჩვენ შეგვიძლია და თუ გვინდა ჯოხს დამნიშნავთ იქ რა უბედურებაა ეს როგორ შეიძლება ეგეთი რამე ეს მაგალითი დღევანდელ პრეზიდენტსაც ეხება ახლა დანიშნული რო იქნება რომელიც განათლების გარეშეა საერთოდ რა აი რაც ეგან ბატონმა თემურმა თქვა აი რო არ გამოსულიყო ის რო არ მომესმინა თვითონ როგორ შეიძლება ლაპარაკობდე რომ იურისტებმა მითხრეს რომ შეიძლება თუნდაც ასე რომ იყოს როგორ შეიძლება თავისთავად უკვე ეს ლაპარაკობს ინტელექტზე ხომ აქ ლაპარაკი არ არის ხო არ არის აუცილებელი რომ ყველა მაღალი ინტელექტუალური იყოს რა მაგრამ იყავი ქართული იყავი ეროვნული კი ბატონო შეიძლება არის ეს პიროვნება მაგრამ ინტელექტი არ გაქვს მაშინ როდესაც ამოს კი არა მაქვს მე დიპლომი და თურმე დიპლომი არ უნდა და განმარტა კარგად რო აგერ მაშინ არც იმას უწერია არც ერთ მინისტრს არ უწერია და კი მაგრამ დანიშნეთ მაშინ და მოდით გავაკეთოთ ეს ნუსასკოლარი. ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა. ახლა უკვე დრო ხო და მე რა მინდა რომ გითხრათ ვიდრე დრო ამოწურულა, მინდა რაღაც განცხადებები და მე კიდე ჩვენ ეს პრესკონფერენცია. კი ბატონო. კი ბატონო. ჩვენთან ტელევიზია ქართული ტელევიზია ახალი გადაცემა გადის ქართული ლობი ქვია სახელად. მე რამდენადაც თუ ქართული ლობის გადაცემა ბატონ ნიკოლოზ ჩხეიძე. მე რამდენადაც ვიცი, აი ამერიკაში იქნება ესეთი ორგანიზაცია ქართული ლობი. ახლა როცა უკვე პრობლემები იწყება ამ ამერიკასთან ურთიერთობაში, მეცნიერთა კონგრესი ხო არ აპირებს რამე სერიოზული კონტაქტები რომ დაამყაროთ ამ ქართულ ლობისთან. შემდეგ რაღაცნაირად ისევ ჩახვიდეთ და მათ ვიცი რომ კონგრესმენებთან აქვთ რაღაც. დიდი მადლობა, ძალიან კარგი კითხვაა. ეს არის უაღრესად საინტერესო პიროვნება, საინტერესო ოჯახით. კონგრესის წევრია თვითონაც და კონგრესის წევრია მისი მამა ბატონი შოთა ჩხეიძე ეს არის უნიკალური მეცნიერი და საერთოდ ეს ოჯახია მათი სიძეთ კიდე ბატონი ტვილდიანი აკადემიკოსი ისეთი საექიმო სისტემა შექმნა ამერიკელებს უკვირთ და შერო წახვიდი აქედან ჩვენა გვეშულებაო ეს ლაპარაკობენ ამათ ოჯახია საერთოდ ეს ეროვნულობით დატვირთული აი ქვეყნისთვის ბიჭი აქვს ბიჭი ოჯახს მთელ ოჯახს და ესეთი ოჯახია ეს ბატონი ნიკოლოზი არის სწორედ დასახელებული იმ კანდიდატურებში და ეს ფურცელი რომელიც დარიგდა აი აქ წერია ნიკოლოზ ჩხეიძე ეს არის ჩვენი წარმომადგენლობის საოცარი წინადადებები აქვს გამოგზავნილი საელჩოში და ამბობდა იმას რომ ჩამოდიან პრემიერ-მინისტრები და ჩვენ არ ხვდებიან ვაკო ნუ წარმოიდგინეთ ახლა რა ამერიკასთან როცა ასეთი ხალხი ყავს ეს არის ტრამპის შტაბის წევრი ძალიან საინტერესო პიროვნება ეს ლობი ჩვენ ერთობლივად ვფიქრობთ ამ იმაზე ტელევიზია შექმნა იქ ყარდება ურთიერთობები მე რამდენადაც ვიცი ქალბატონი მანანა და ისინი საუბრობენ ერთმანეთში გაძლიერდებიან ახლა ამერიკაში არჩევნებისთვისაა მზადება და საერთოდ ძალიან მე კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ჩვენ ალბათ სხვა შეხვედრებზე დღესაც შეიძლება თუ ვინმეს რაიმე ურთიერთობები ნატოსთან და რაღაცა ბატონ თემურ ბობოხიძე იყო თავისი ბიოგრაფიული იმით და კიდევ ერთხელ ვიმეორებ მისი პირველი მეუღლე რომელიც გარდაიცვალა იყო ფრანგი და აქვს საფრანგეთთან ძალიან დიდი ურთიერთობები ბიჭო ყავს ესეთი ხალხია რა აი სისტემა მოძებნა ხა ჩვენ ერთმანეთს ხوار ვიცნობდით და ეს ის ხوار იყო რომ აი მე მინდოდა და რაღაც ჩემს მაკაცი და მეგობარია საერთოდ არ ვიცნობდით მაგრამ მე უფრო აი როგორც იტყვიან ეროვნულობით ქვეყნისადმი პატივისცემით მამულიშვილობით ისინი ძალიან ცოტა ვინმე ვნახე და ხა როცა ასეთ ადამიანებს ეძებს სისტემა პატივიცეთ ამ სისტემას თორე თემურ შაშიაშვილს კი არ მოუძებნია ეს სისტემა მოძებნა
და აი ესეთ სისტემა შეიმუშავეს მეცნიერებმა და თუ გვინდა ქვეყანა ეს არის ეხლა თქვენ ვიღაცა ბიძინა ავანიშვილს ეგებით ფერქვეშ და ვინც ვიღაცა მიხეილ სააკაშვილს თქვენ ხართ მონები პრაქტიკულად და მონა არ ჭირდება ამ ქვეყანას ეხლა რაც შეეხება ბოლო ისინი და მე თუ ბატონ თემურს ექნება კიდე რაღაც იმიტომ რომ დროში ჩვენ თხოვეთ რომ ჩვენი დრო არის 6 საათამდე და ჩვენ თხოვეთ ტელევიზიას რომ გადაცეს გითხარით ვის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ საქართველოს პარლამენტი და საქართველოს ხელისუფლება და რომ აი აქ არის ამ კვირაში ყოველდღიურად სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და მომდევნო კვირაში ყოველდღიურად გამოვლენ პიროვნებები და დაჯდებიან მარტო და წარმოადგენენ თავის აი ვის გარეშე ვერ წარმოუდგენიათ აი ასეთები არა მომდენო იმაში ამ დღეებში უკვე თენგიზ დიხამინჯია ეროვნულ მოძრაობასთან დაკავშირებული ბატონი დავით გალეგაშვილი პროფესორი დოქტორი რომელიც თვითონაა დასახელებული ბატონი ვახში ჟვანია ბატონი კოტე კემულარია ბატონი ალექსანდრე კავსაძე ბატონი კობა ზარნაძე აიქ არის დღეს და ბატონი ჯუმბერ ბულღაშვილი ბატონი ზაზა ხატიაშვილი ბატონი გურამ ნიკოლაიშვილი გენერალი ბატონი მურმან კვარაცხელია 50-მდე კაცი ამ თვის ბოლომდე და იანვრის პირველ ნახევარში ერთი 60-70 პიროვნება წარმოადგენს თავისას და 3-4000 კაცს როგორც მითხრეს უკვე წარმოდგენილი აქვს თავის წინააღმდეგები ჩვენ ალბათ იანვრის ბოლო დეკადაში თბილისში დაინიშნება შეკრება ვინც ჩათვლით საჭიროდ მოვა ეს უკვე ხალხის მიერ დასახელებული კანდიდატურები იქნება და ჩვენ დავიწყებთ განხილვა სწორედ ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინის და ეროვნული სახელმწიფოებრივი დოქტრინის საბოლოო ვარიანტის ამ ხალხის მონაწილეობით შეიძლება რომ რეფერენდუმზე შევთავაზოთ მე ჩვენ ყველას უკვე ყველა პოლიტიკურ ძალას იქნება ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინის მიღება გელათში 8 თებერვალს აი მომდევნო წლის ეხლა რაც შეეხება რაც მინდოდა კიდე დამატებით რომ წეხან ბატონმა გურამ ნიკოლაიშვილმა თქვა საოცარი რამ აი როცა საუბრობენ ჩვენთან მილიონზე მეტი თუ აქვს საფრანგეთის პარლამენტში არ შეიძლება მან კენჭი იყაროს დეპუტატად მილიონზე ანუ მილიონერს არ აქვს უფლება საფრანგეთში რომ კენჭი იყაროს ხალხო საქართველოს პარლამენტში მხოლოდ მილიონერებს ირჩევენ და გიკვირთ მე რომ რატო არის ეს მდგომარეობა ძალიან ბევრ ქვეყანაში 50%-ზე მეც რომ მიიღებს რომელიმე პარტია ახალი არჩევნები ტარდება 75% რომ მიიღოს რომელიმე ქვეყანაში პარტიამ იქ ახალი არჩევნები ტარდება იმიტომ რომ არ უნდა იმ ქვეყანას რომ ერთი პარტია ბატონობდეს საქართველოში არა მარტო ამ პარტიას ეხება ეს ესე იგი ცოტა ხანი იყო მაგრამ გამსახურდიას ვებერთელა იმით ქონდა აღებული 70% იყო თუ რაღაც მეორე ის მოვიდა შევარნაძის დროს და ასეთივე მაღალი პროცენტი იყო ესე იგი მიხეილ სააკაშვილი ესენი აბსოლუტურად ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში ვისგანაც ჩვენთან ხელისუფლებები აირჩიეს ახალი არჩევნები დაინიშნებოდა კანონის მიხედვით ჩვენ ასეთი კანონმდებლობა გვინდა და არა თქვათ ის რომ რომელიმე პარტიას აბატონებდეს და მონებად ვიქცეთ ამ ქვეყანაში როგორადაც უნდა დღეს ერთი კაცი რომელსაც ფული აქვს უბრალოდ მინდა კითხო და რაღაცა იმის ირგვლივ ისეთი მონები არიან რომ ერთი კაცი ვერავინ ვერაფერს ვერ უბედავს ვერავინ ვერაფერს ვერ ელაპარაკება დარწმუნებული ვარ რომ ის არ უყურებს ახლა იმ ტელევიზიებს რომლებშიც გადმოცემენ ამ მიტინგებს ის უყურებს წუხელ ჩავრთე და რუსთავი 2 აჩვენებდა თურქულ ფილმს იმედი აჩვენებდა თურქულ ფილმს და აგერ დაახლოებით ესე იგი ასეთი რაოდენობა ხალხის მე არ მინახავს რუსთაველზე როგორი წუხელ ნახე აქ ლაპარაკი იმაზე კი არ არის გააკრიტიკო და ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მინდა გითხრათ ყველა საყურადღებოდ ვამბობ დღემდე საქართველოს ყავდა ხელისუფლებები ესე იგი ლაპარაკია დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ განსაკუთრებით 92 წლის შემდგომ რომლებიც დესტრუქციულთან ურთიერთობასა და თანამშრომლობას ამჯობინებენ კონსტრუქციულთან ურთიერთობასა და თანამშრომლობას ეხლა ეს რომ ასია ბოლო მაგალითი მივედით რამდენიმე მეცნიერთა კონგრესის წარმომადგენელი ძირითადად პროფესორები და დოქტორები იყვნენ მე გელათს აკადემიის სახელით ვიყავი მივედით პირველ არხზე და შევხვდით პირველი არხის ხელმძღვანელს და დავილაპარაკეთ და უთხარეთ ეხლა ჩვენ მიტინგებს ხوار მოგიწყობთ მეთქი აქ თქვენ ხართ ხალხის ტელევიზია არის მეცნიერთა კონგრესი გვაქვს პროგრამები გამოსატანი არავის არ ულანძღავთ არაფერს პროგრამებს გამოვიდან კი ბატონო გვეგონა რომ აი ყველაფერი რაღაც ამისი დანიშნეს ვიღაცა ბატონი ვახში მოგდა იმათთან ძევნით ყურმის აღარ იღებს იმის შემდგომ ეს იყო 2 წლის წინ 3 წლის წინ ერთხელ არ გაგვაჭაჭანეს მიუვარდნენ მომიტინგეები და დაუთმეს ეს აი ძალისმიერი მეთოდებზე ააგეს ქვეყანა
ჭკვიანი ხალხი მივიდა გონიერი წინადადებით და გონიერი წინადადება უგულებელყვეს. იგნორირებულია მეცნიერთა კონგრესი, იგნორირებულია მეცნიერება, იგნორირებულია ჭკვიანი ხალხი. და თუ ძალას გამოიყვან ჩვენ გვეუბნებიან, მოდით ერთხელ გამოიყვანეთ 100,000 კაცი ქუჩაში და თქვენ გეკნებათ მხარდაჭერა. ხალხო ეს არის, ჯორდანო ბრუნო ერთი იყო დედამიწა, ბრუნავს ამბობდა და ის აღმოჩნდა მართალი. მეცნიერთა კონგრესი გთავაზობ წინააღმდეგებს. აი თქვენ მე კი არ მაგრიტიკოთ ბატონებო, თქვენ ხელისუფლებებს მოგითხეთ ძველს და ახალს, ყველას და უთხარეთ რომ მეცნიერთა კონგრესს თუ ასეთი პროგრამები აქვს ქვეყანაში სერიოზული ცვლილებების, რატო არ აძლევთ ხმას? ბატონ თემური, იქნებ თქვენ რა ვიცი, გააქვთ რაიმე და მე მინდა უთხრა ბატონ თემური, ეხლა მივხვდით თურმე რატო მოხსნეს არჩევნებიდან. თურმე პრეზიდენტთან ესეთი კონფლიქტი ყოფილა, ხელისუფლებასთან ესეთი მოხსნიდნენ, აბა იმიტომ გაერთიანდა ყველა ჩვენ წინააღმდეგ. თქვენ დაბრალდათ ბატონო. აკერ გაბრალეთ, სიმართლე არ უნდათ ხალხს, თქვენ სიმართლეს ვამბობთ. ყველაზე მწარია სიმართლეო და ეს არის რომელიც ისინი ძალიან ცუდად აღიქვამენ. არა და კარგია სიმართლეს თუ პირში გეუბნებიან რა ხალხი, იმიტომ რომ შენ ხვდები რომ ვინ არის შენი მტერი და ვინ არის მოყვარე. ნათქვამია მოყვარეს პირში უძრახე, მტერს ზურს უკანო. მაგრამ თურმე ზურს უკან მეტი მოქმედება და ჩვენ ვეუბნებით გასაგები, მაგრამ იმათ ჩვენ ზურს უკან იმუშავეს, სწორედ და ეცანე რომ ბევრი დარტყმა გაეკეთებინა ჩვენთვის. მართალია ბატონო თემურ, ჩვენ მეცნიერთა კონგრესის მიერ შემუშავებული პრიორიტეტები რომ წამოვწიეთ წინ და უარი ვთქვით სწორედ ჩვენ პარტიულ პროგრამაზე, ჩვენ პარტიულ მიმართულებაზე, სწორედ ეს იყო დიდი დარტყმა მათთვის და სწორედ ამიტომ ეცანე რომ ჩვენ გავეციათ გვერდზე და არ მოეცათ ის საშუალება რომ მიგვეღო არჩევნებში მონაწილეობა. მაგრამ პირიქით უფრო ახალი გუნდი იქნება, მოსახლეობას დაინახავს რომ რა პიროვნებები უნდა ყოფილიყვნენ სიაში და როგორ პიროვნებებს უთხრეს უარი და სწორედ ეს ხალხი იტყვიან თავის სიტყვას საქმეს. ეს არის განათლებული ხალხი, მეცნიერების მიერ შემუშავებული კრიტერიუმებით ყველა პირობებს აკმაყოფილებენ და ეს ხალხი იქნებიან სწორედ იმ გუნდის წევრები, რომლებიც ნამდვილად იტყვიან ქართულ სიტყვა უნდა თქვა. ეს არის ერთადერთი ნებისმიერ პიროვნებას შეუძლია მოვიდეს და თავის კანდიდატურები დაასრულოს. კი ბატონო, შეგიძლიათ როგორც თქვა ბატონმა თემურემ არის შეგიძლიათ დაასახელოთ ის კანდიდატურები, ყველას შეეკითხეთ თქვენი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ახლობლებს და წარმოადგინეთ იმ კანდიდატურების სია, რომლებიც ჩვენ ამას გავითვალისწინებთ, გადავცემთ, იქნება მსჯელობა ამ საკითხებთან დაკავშირებით და მივიღებთ ყველანაირ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება დასავლე დაიბატონის პრინციპით ნუ ხართ, ხელისუფლებასაც მოუწოდებ და ოპოზიციასაც. გაერთიანდეთ თქვენ, ასხავთ წყალს მტრის როიტყვიან წისქვილზე და მათ აძლევთ ყველა საშუალებას, რომ რაც შეიძლება ქართველი ხალხი განადგურდეს და დაეცეს. რაზეც საჭიროა ყურადღება იმაზე გაამახვილეთ. მე ოპოზიციასაც მოუწოდებ. დღეს მიდის სტატისტიკის დეპარტამენტში დაიწყეს ხალხის აღწერა და სასოფლო სამეურნეო და ასე შემდეგ, რა ვიცი და რაღაც ისეთი კითხვებს ეკითხებიან, რამდენი ძროხა ყავს, რამდენი ქათამი ყავს, რამდენი ხართ ოჯახში. ეს არის ხალხის განადგურებისათვის საჭირო თუ რისთვის არის საჭირო? ადამიანს თუ რა აქვს და რა საკეთებს, რა შენი საქმე, თუ ხალხის აღწერას საკეთებს, რამდენია, ეს სხვა საკითხია, მაგრამ შენ იმის ოჯახში რა ზრუნები და რამდენი ტელევიზორი აქვს და რომელ ბიზნესზე აქვს ლაპარაკი ხალხო. ყურადღება მოდი რა გადააქვს სხვა საკითხებთან დაკავშირებით ამ ოპოზიციას და რაზეც ყურადღება უნდა გაამახვილოთ, იმაზე არ ამახვილებენ ყურადღებას. მე პირადად და ჩემი პარტიის წევრები სწორედ ამ სტატისტიკის აღწერაში არ მივიღებთ მონაწილეობას. მე არ ვიცი ბატონო თემურ, თქვენი პარტიის ხალხი მიიღებს თუ ამ საკითხზე არ ხუნია ჩვენ მსჯელობა, მაგრამ ეს ისეთი საკითხია. თქვენ ესე იონები, რამდენი გამათბობელი გაქვს სახში, რამდენი რა გაქვს, ესე იგი შენ ჩემ ჯიბეში ყოფს ის და ეს იქნება კონფიდენციალური იქნებაო. კონფიდენციალური დღეს საქართველოში არაფერი არ არის. ყველაფერი სუსის მიერ კონტროლდება. ნუ რავი, ნუ ვიფიქრებ რომ კონფიდენციალური იქნება. ხვალ იმაში თქვენასაც ეთქვით რომ ამდენი ტელევიზორი მაქვს და ამდენი გამათბობელი მაქვს, ხვალ იმაში ქონების გადასახადს დაგიწესებენ იცოდე. და აი ეს გაითვალისწინოს. ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება. კი ბატონო, ამ პროცესებსაც უნდა ვადევნოთ ყურადღებით თვალი და უნდა მივიღოთ ზომები, მაგრამ პლუს იმასაც უნდა უყუროთ რომ რა ხდება კიდე სხვა. რამე ხომ არ არის ჩადებული კიდე ამაში, რაც გამოეპარება მოსახლეობას და ყურადღებას გადაეტანებენ კიდე სხვა საკითხებთან დაკავშირებით. თუ კითხვები გაქვთ, შემიძლია. მადლობ, დღეს გაგვიგრძელდა ბრიფინგი, მეტი კითხვები არ გვაქვს. როგორც ვატყობ, ძალიან საინტერესო კვირა გველოდება.
გამოსვლები იქნება პირდაპირ ეთერში, წარდგენები იქნება, ასე რომ ჩვენს მაყურებლებს მიმართავთ, რომ უყურეთ ქართულ ტევეს, საინტერესო იქნება განსაკუთრებით ამ კვირის ეთერები, ხოლო ჩვენ გემშვიდობებით, მადლობა. ჩვენ დიდი პატივისცემით მიუმართავთ ყველა მოქალაქეს, ყოველ მამულიშვილს, საზოგადოების ყოველ წევრს, ჩვენს ემიგრანტებს, ახალგაზრდებს, მეცნიერებს, პედაგოგებს.